გამარჯობა მოგესალმებით, კაცები კვლავ YouTube-ზეა 391 ეპიზოდის ჩაწერა მიმდინარეობს. 391 არის სანიშანსვეტე. პროფესიონალს ვეკითხე. ნიშანსვეტინგის სპეციალისტი. 4 საუკუნეში ვართ ჩვენი კალენდრით. ჩვენი წელთაღრიცხვი. ჩვენ სადამდე რაღაცა მიზანი გვაქვს, რომ აი აქამდე უნდა ჩავწეროთ და მე დავიშლებით თუ აქამდე რაღაცის მე აღარ ჩავწერე. ხო. ეს ხო არა. რო ვიცოდე რა, რამდენი ხანია ასაკ. 666 აღარ ჩავწერე. სქიზმა გვიწევს სადღაც 1051-ში თუ რაღაცა. რა გვიწევს? სქიზმა. უნდა დავწყევლოთ მე და შენ ისო. რატომ დავწყებო ვინმე? ესე გვიწევს. გინდა არ გინდაზე არა. სიტყვა გვიწევს მნიშვნელობა არის. არ გვინდა დაწყება, მაგრამ გვიწევს. შენ შეიძლება სულ არ გინდოდეს, მაგრამ ჯერ ისინი დაგწყებიან და ისე დღეში ჩაგაგდება, მაგრამ შენს დაწყე. და რომელიღაც გადაცემაზე მეორად მოსულა ხوار გვიწევს, ანუ მაგას სულ ველოდებ. აჰა. შო. გაიგე რა გველოდება უახლოეს მომავალი. უახლოესი არ არის, კამდე არის. სასი გადაწყე. მე მგონია რომ ესე თუ გავგზავნოთ უფრო მალე მოხდება. ეს ის შეიძლება 4-400-ეც როდის ამოგივლის ეს სქიზმა არიცი. ნაყურებისგან წამოვიდეს სქიზმები. სქიზმა. დავიწყოთ ნიუსები თუ მოვიკითხოთ იმის თურქული რა შვება. ოღონდ უნდა მოვიკითხოთ. თქვენი ამბებიც მაინტერესებს. ჯერ თურქული. თურქული მომენტის მე 15 გაგვეთილი დავხო. დახვდებით. და რა ისწავლე? ფერები მორჩი. გავუსტათ. იგივე დაუტოვეს. იგივე სუგად ხარი, თუ არ დავიწყე. ეხა რაზე ხარ? პროფესიებზე მიხვედი? პროფესიები გავიარე ნაწილი. ცოტა სიტყვები? როგორ არის რომელი პროფესია? გეოლოგი როგორ აი არის? ინჟინერი. ინჟინერი. ოტორინოლარინგოლოგი. ეგენი არ გამო. აბა რა გაიარე? ინჟინერი გავიარე, ოღონდ მახსოვს. რა გახსოვს ეგ გითხარი მაშინ შევიცოდნი. კარგია რო გაიარე. კარგია რო იმახსოვრებ რა გაგგავი. საჭმელებზე რომ მიხვალ იმედია სკიპს დააჭერდი. ექიმი არის, დოქტორი. ო, ეგ როგორ დაიმახსოვრე? აი ყურადღებით რო ხარ გაკვეთილზე ნახე? და ოქტომბერი არის ექიმი. როგორ? ექიმი არის, დოქტორ? და ოქტომბერი არის ექიმი. იგე, ვიკიპედიით არის. ექიმბაშ რა არის? ექიმბაშ არის ოქტომბრის თავი. პირველი დეკადა. ოქტომბრის დასაწყისი. მაგრამ მოიმებს რაღაც საიტია. აპლიკაციაში დამფუძი ხრის. სია და გაგიყოთ. მაგას არა. ბიჭო რო აღმოჩნდეს რომ სხვა ენა გაკნავს. კი, თავისუფლად შეიძლება. დაკარგული ენა. ხის გამცემის რო არ ყავს. ტაჯიკური ვთქვათ. თვეები ვიცი, ძირითადად. ძირითადი თვეები იცი? რომლებია ძირითადი თვეები რომლებია? ტადები. იანვარი. ხო, ახლა ივლისი და სამახსოვრებელია მართალი. ივნისი და ივლისი, იქაც ნუდალოა. არა, სხვანაირად. სამი თვე. ბუნჯან. რა თვე არის? აბა სამი თვე რაც საზიარო გვაქვს. მარტი, მაისი და აგვისტო. იგივენაირად. მარტ, მაის, აგვისტო. როგორ დაიმახსოვრე რომ მათ გააკეთა სიზარმაცი. ეხა და დარჩენი არ მაქვს. რამჩენ ხო გითხარ, ექიმ არის ოქტომბერი, არალიკ არის დეკემბერი. არალიკ? ხო, მე ვარ არალიკში დაბადებული. არალიკის რა რიცხვი? სექტემბერი როგორ არის? ჩემი მაინც დავიმახსოვრე. ონიკი. სექტემბერი იულულ. თავიდან ივლისი მეგონა და იulis დავაჭირე და გამიწითო. სექტემბერი ხო. იულულ. ხო. შენც იულულ ხარ? მეც იულულ. თებერვალი რაღაცა გაიგე. აუ თებერვალი რაღაცა ცუდი სიტყვა. კალენდარი თუ გავლილი გაქვს, ცეცხლოვანი ცხენის წელი როგორ იქნება? ცეცხლი არ გამივლია, ცხენი ატ. ატ და წელი ილ. ატ ილ. ხო. ამ ხო არ არის ცეცხლი, ატამ. ის თუ ექიმ არის. ატ არის ცხენი. კიდე რა გაინტერესებს? არა, ვერ მაინტერესებს, მაგრამ არ გახსოვს და. რა არიცი მე მომწონს რომ
ჩვენც გავდივართ ამენას ჩვენც მეუფლები. დაახლოებით ამის დონეზე ხო ვარ. ცოტას რაც ახსოვს იმას გვიყვება. ცოტას მიგათრევთ, აი კვირის დღეები ყველაფერს. თვეებში რაღაც. კვირის დღეები კვირა თქვი. ორშაბათ, სამშაბათ, ოთხშაბათ, ხუთშაბათი არ მაინტერესებს. კვირა არის ბაზარ. ნუ ბაზარ, ანუ ბაზარის დღე. ბაზარ? ალბათ. და შაბათი? შაბათი არის როგორ იყო? როგორ მეგონა რომ შაფათი იქნებოდა. შარაპ. შარაპ ბაზარ. ვაგზალ, ბაზარ ვაგზალ. შაბათი წარმოება კვირისგან, პარასკევისგან. და პარასკევი როგორ არის ეგეც არ გვახსოვს. პარასკევი ვერ გავიხსენე. პარასკევი მაგრამ კვირის დღეები ხუთშაბათი. ყველა ახსოვს. ორშაბათი, ძირითადები ახსოვს. ბიჭო რა ოროსამია. ორშაბათი წარმოება გამოვაგდებს ის აპლიკაცია. შობელს და ორშაბათი რისგანი წარმოება? კვირისგან. ფაზარ ხო არის კვირა, ფაზარ თესი არის ორშაბათი. ბაზარ თესი. ანუ სამშაბათი არის წარმოება? მოწყდით ბაზრიდან ბაზარ თესი. ხო. ხო, სამშაბათი ამომხტარი არის, სალიქვი, არაფერს არ უკავშირდება. მაგრამ ოთხშაბათი ხო არის წარმოება სამშაბათისგან. არა, ოთხშაბათი წარმოება ირანული ჩარშანბე ესე, ჩარი ხო არის 4 ხო. ირან. ნარდში, ირანულში და ნარდში. ხო, თურქულში 4 სვანაირად არის, მაგრამ იქ რატომღა დღე არ ქონდათ ოთხშაბათი ეტყობან სამ ირანელებს გაიცნო. რაღაცა ფრანგული რო გესწავლა რა. შემოწმებადი ენა რო ისწავლო. რაღაცა ესპანური. მათემატიკურ თურქულს სწავლობს, ანუ ის წარმოება იმის. ხო, რა საიდან მოდის რომელიც ან თუ ეგეც სწავლობ, აი ისეთი მკვდა მაიას ტომის ენა ისწავლე, რომ ერთადერთი მაინც იყო მსოფლიოში. რაღაცა და რასაც გინდა დააბრეხვებ. თურქები 100 მილიონი არის. ეხა თურქი რო გვიყურებდეს, არ ამგონი. ვერაფერს ვერ გაიგებდა ერთი. დაბეჭდება შეექმნას თქვენს. ხო, თორე შენ კვირა მაინც იცი. ისე სხვა შორის რაც თურქული დაიწყე, ვაკვირდები რომ თურქების ყურება მოიმატა. ოღონდ გადაცემის დასაწყისში. სანამ ფერებს და რაღაცებს და კომენტარებსაც წერენ შესაბამის ენაზე. ბაზარ რაღაცებს ბაზარ. ფაზანოლი მანდედან მოდის რა. ახალი ამბებზე გადავიდეთ? გადადი. თუ გაინტერესებს კიდე რაღაც. გადადით ხო, თორე თურქულად? ნოლი არის სიფირ, ანუ ციფრი. სიფირ? ხო. შეიძლება ზეფირ, ზეფირის ხომ გვარი არის. სიფირ ნოლია, მაგრამ ფაზა. ფაზანოლი თუ არის. მარტო ნოლი რას მάθ. ელექტროობა ჯერ არ გამიგია. კაი, მოდი გადავიდეთ ახალ ამბებზე. კატეგორია ჩვენი სამშობლო 2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის B1, B2 კატეგორიის ვიზა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აღება ჯერ ესეც ხდება 3 თვიანი, ანუ 10 წლიანი B აღარ იქნება და 5, 10 ან 15,000 ბონდ, ესე ქვია რა, გირაოს დატოვება. ბონდ, ჯეიმს ბონდ. მოუწევს ოღონდ ყველას არა. მე გავერკვია და ეგრე არა, შეიძლება თუ შენზე არანაირი ეჭვი არ აქვს, რომ ეს ბონდი ჭირდებათ, მაშინ შეიძლება ისეც მოგცენ. ანუ აუცილებლად 5,000 არ უნდა გადაიხადოს. მაგრამ უნდა გქონდეს. მაგრამ მზად უნდა იყო. მაგრამ მე გაძლევენ ხო თუ რო ჩამ. ხო ეს ის არის რა, რაღაცა დეპოზიტივით არის რა, დადებ და გარანტია ანუ შენი ფასი არის $15,000 მაქსიმუმ. გააჩნია ხო რა შტაბ, არა, მაქსიმუმი არის რომ არ მოგცემენ ვიზას. არანაირი ფული არ წონის შენი. ეგ მინიმუმი, მაქსიმუმია რომ არ მოგთხოვენ გირაოს და მოგცემენ ვიზა. ჩვენ რო ამსტერდამში ველოსიპედში გირაო მოგთხოვეს, გახსოვთ? ერთი წამი, სადაც გირაო შეიძლება მოითხოვენ, იქ ხო შეიძლება დაგიჭირონ კიდევაც. არა, საელჩოში. არ გამოგიშვან საელჩო და გამოგაგდონ უფრო, არ ჭირდება ჩენი გაჩერება. არ ჩენი ფული გვინდა, არ ჩენი გირაო და ამერიკაში თუ არ გაძლევენ ვიზა საელჩოში ვისრათ უნდა ხარ. მეგაგრებენ. რატო? რაღაცა პალახია შესაკრეჭი რაღაც. ეს გაგიტოვებია რამეში ისა. გირაო. ჩვენ დავტოვეთ ველოსიპედში 100 €. ჩვენ ბავშვობაში იყო ვიდეო კასეტების გაქირავება და იქ პასპორტს ანამეს ამუწტოვებდი და ერთ-ერთი ისეთი ხრიკი იყო, რომ სხვის პასპორტს თუ იშოვიდი. იმას დატოვებდი, იმ კასეტებს მოტეხავდი. სტუდბილეთი დამიტოვებია. ხო, აი რაღაც ეგეთები. ჩემ მეგობარს ჰქონდა ეგეთი გაქირავება და კასეტების რა საქმე გქონდა, ხო? ვიღაცა მოვიდა პასპორტი მიაწოდა, ამან უთხრა ამ პასპორტით ვერ მოგცემო. მე ვთხარი რა იცი, რა სამყო. ყველა პასპორტს ცნობო. ამას რომ სხვისი პასპორტით ჩააბარებდნენ აკასტასო და იღებდნენ, მე ეს მიდიოდა სხვა გაქირავებიდან გამოქონდა და ყველა ესეთ პასპორტს მთელი გდანი
შემოვლილი ქონდა ერთი 5-ჯერ და ცნობდა უკვე ტიპებს პასპორტებს რომლითაც გაცემული ქონდა დაუბრუნებელი კასეტა. ანუ დამიტოვებია ეს გირაოთ მეც რაღაცეები. შენ ველად გამოწვევ. გამახსენდა პარასკევი. თუ სანამ დაგავიწყდა შაბათი. კასეტ რო თქოს. პარასკევი არის ჯუმა და შაბათი არის ჯუმარდეს. ჯუმარდეს. ჯუმანჯი ჯუმარდეს. აუ ის რანაირად ცდილობს. ახალი სიტყვაში. კარგი, მაშინ ეს თქვი ახლა კვირაში 7 პარასკევია. ან ბოლო პარასკევია დარჩენილი. კიდე ერთი მეორე პარასკევი. ორი პარასკევი. აი ეგრეთ კი მაგას თქვენ არ დაიმახსო. კატეგორია მეზობლები. რუსეთის პირველ არხზე გადაცემა პოლეჩუძეს იყო ყველა მიცით ეს გადაცემა. იმის რა სასწაულების მდელო ქართულად ესე იყო. ეთერში შესრულდა სიმღერა იმის შესახებ თუ რა კარგია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. ეს სიმღერა შეასრულეს. ინტერნეტს ხო თიშავენ და ეხლა დაიწყეს ამის პროპაგანდა. ეგ არის მამთავარი იმის ფონზე რო შესრულდა რომ ინტერნეტს დიშავენ. თორე ისე შეიძლება იმღერო რომ თუდია ინტერნეტი. და ტექსტი არის არ ვზივართ თქვენს ინტერნეტზე. თავისას აკეთებ. თავისი რუსული. მიზანი ეგ არის რომ ჩაკეტონ და თავისი ქონ. რუნეტი. ხო. ხო. ჩინელებს როგორც აქვს, რა. ჩინეტი. ვა, ჩინეტი რაღაც ასაცაციურია. სინონეტი ალბათ. სინოვაკი ხო ქონდათ ის. მოვიდი იქას როგორ მშვიდად გადააქვს ეს დარტყმები. იმიტომ რომ იცის რომ 1050 გადაცემაში დასაწყევი ვყავართ. შენ ვის დაწყევლი არჩევაზე რო იყო. კატეგორია წამია წუთისოფე 86 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა ჩაკ ნორისი. ჩვენი ბავშვობის პოსტერების გმირი, ფილმების გმირი, თავისი ჯერ ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჯარში შეერაღებულ ძალებში მსახურობდა, მე რაღაც ჩამოაყალიბა კუნგ-ფუს თავისი სტილი. ჩუნ კუნგ-დო ესე დაარქვა. არ ვიცი რას ნიშნავს, აი მე რო შეუდგება მე ჩინური სწავლას გვეტყვის ალბათ. მორჩება ეხა თურქულს. ბევრ ფილმებში თამაშობდა, თავისი ძმა ყოფილა რეჟისორი, არ ვიცოდი. მართლა? თავისი ძმა იყო რეჟისორი, ძირითადად მაგის ფილმებში თამაშობდა სულ. მე მახსოვს რომ დანიზლავდნენ ჩემი მეგობრები ჩაკ ნორისი მოერევა თუ ბრუს ლი. ხო და ერთ ფილმში თამაშობდნენ. რაზე ვიცინეთ, იცი, როგორ უნდა გავიგოთ ვინ მოიგო ამ ნიზლავში. და მაგრამ ორივე თანახმა იყო რომ დავნიზლავდა. ხო, ერთ 5 წელი იძახდნენ რომ მე მოგებული მაქვს ის ხინკალი მოსატანი გაქვს და ის იცეუნე რას ამბობ მე მაქვს მოგებული. მოკლედ. ჩვენი თაობის ისეთი ის იყო რა, ლეგენდა. შემდეგი არის კატეგორია მარტო იმას ვფიქრობენ როგორ გააწამო ხალხი. თურქულ ენაში ესე იწყება. არის სიტყვა, რომელიც ინგლისურად რომ თარგმნოთ 9 სიტყვა არის. მიდი გიორგი შენი ის არის მიმართული. დაგიკითხო, დაგჭირდი? კონუ შამა დიგიმის დანდირ. ასე მეც წავიკითხო. კონუ შამა დიგიმის დანდირ. უდრის არის ეს იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ველაპარაკეთ, არის ეგ ერთი სიტყვა. კონუ შამა დიგიმის ჩვენ ესეთ სიტყვები რო ისწავლო და 1-2 სიტყვით უკვე დიდებას ნახევარწუთს გაჩავ რა. 2-3 სიტყვით აბზაც დადებ. ხო, ეგეთივე ქართული სიტყვა რომელიც ვენიც ათარგმნია არის შემომეჭამ. ხო. რომელიც ბევრი რაღაცა თქვა რომ გადათარგმნა და აუხსნა უფრო სწორია გადათარგმნა კი არა, აუხსნა რას ნიშნავს ეს? მიჭმიე. არა, ეგ პირი არა, ხო, მაგრამ რა არის მაინც რა? მიჭმიე. 4 ყირიანი ზმნა არის ერთადერთი. შენ მე მას ის. მიჭმიე? ხო. აი როდის გამოიყენება? აი როცა ეუნები რომ ბავშვს რო უტოვებ ან ძაღლს უტოვებ ვიღაცას და მე გავდივარ და მიჭმიე. ჭამე ხოლმე? ხო. ხო, მიჭმიე. მე რო არ ვიქნები იმ მომენტში. პირველად გავა. ხოლმე არა, ერთხელ აჭამ. შეიძლება ხოლმეც იყოს. მიჭმიე ხოლმე. ორი დღით თუ ტოვებ როგორ ეუნები? მიჭმიე ხოლმე. ურეკავ და მიჭმიე. მიჭმიები, რაულობიჩი ამ. მიჭმიენენი ნართანიანში ასე არის. ეს იყო დღესაც ახალი ამბები. კარგი ბიჭი ხარ? გადავიდეთ სტუმრის ნაწილზე გადავიდეთ. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გუგა კოტეტიშვილი.
დღეს სტუმრად არის მოსული, ხარ მოსული და მარტო არა, აქვე დაიარება ერთი ვა, ესეთი საყვარელი არსება. აი ჯერ ნამდვილი ძაღლია თუ პერსონაჟი ვერ გაიგე. ხო, რაღაც მულტფილმის პერსონაჟის. როგორ ხარ? კარგად, იცი რა, ეს მოусმინე რა უკითხავენ, როგორ ხარ, უნდა თქვა რომ უკეთ და უკეთ. და ამ ენერგეტიკა მოდის მე. ხო, და დიდი ხანია უკვე თუ ჩველის, ანუ თუ იცი რა, არის მე ადრეც მახსოვს რა, რომ ეგრე გიძახდე ხო და გიჟვით მეყურავდი 90-იანებში. იცი რა, როდის რო აი ნუ კატასტროფა რა. ხო, რატო ხდებოდა ეგ არო? იმიტომ რომ ბნელა აქცივა, ნუ აი ძალიან ცუდი ისე ყო და შევი შვილი პირველ კლასში მე მივაბარე იქ გუდაურში ინტერნეტივით იყო 10 ბავშვი ლევანდორტი ფენძეს ყავდა ჯგუფი და სპორტ სკოლაში. სპორტ სკოლა, ხო. და მარტო ერთი ის პირველი სასტუმრო იყო, ის ავსტრიული, დარჩენი არაფერი იქ ჯერ არ არის და იმის ბარაკები და იქ მოკეთ არის სითბო, ფანტასტიკური ამინდები დაემთხვა, აქ რო ბნელა და ნისლიანი და იქ მზე უცებ და მეც ახლა ეგრე ბავშვი გაუშვა მარტო და რაღაცა თლათრა და მეც მოვეწყე ხატვის მასწავლებლად. ამიტომ პარასკევი, შაბათი, ხო, პარასკევი, შაბათი კვირა მივდიოდი უფასო ავტობუსი იყო, მივყავდი და იქ ჩავდიოდი აი ამ ჯოჯოხეთი და უცებ მზე სმა, სრიალი და ბავშვი ხატვის სწავლება რა. და იქიდან რომ ჩამოვდიოდი ორ შაბათს. ვიყავი ზაგარი, აი ხორი დასვენებული და ვიღაცები ხვდებიან ქუჩა. არა, ნუ იმიტომ რომ აქ პახაობა მერე და რა რკინების ღუნვა და რაღაც სიგიჟე, მაგრამ რო ხვდებიან ხო ეს არავინ არ იძახის კარგად ის პერიოდია. როგორ ახარ კარგად? ოპა. გეტყობა რომ მართლა კარგად. ხო, სამი არის ხოვება. ეს დაბალი არის. მართლა კარგად. ყველა გაოგნებული ეს მახსოვს რომ ეგ იყო. ხო, რაღაცა პერიოდი როგორ ახალზე კარგად რო პასუხებდი, რაღაცა მტერივით გიყურებდა. რატო უნდა იყო შენ კარგად? რას გვიმალავ? ჩვენც გვასწავლე. ხო, ეხა ის არის. ეხა უფრო ეგ მიმართულებაა რა. ენერგეტიკა მოაკარგი, მე უკეთესად იქნები და მე მქონდა ერთი პასუხი კიდე რა, იქ უკვე ეს პერიოდი და ლევან რაღაცა მამაძაულობა მოძა. როგორ ახლა რა შვები, რასაც გინდა. ხო, რასტავას ხო, ეგ უკვე იქიდან მე პასუხს ელოდები, ხო. ყველაფერზე წამსვლელი. ყველაფერზე ღია ვარ. წინადადებები გამოუშვი. ეხლა რას საქმეა? ხო, ეხლა რას საქმეა? აი ეხა გავხდი სოფლელი. ანუ სოფლელდი. საით? ლუგა გირბით. არ გაგვირბის, იმიტომ რომ ქართლელი. ხო. და აი ქართლში გაგვირბის კი არა. ქართლელებს ანეკდოტი იცით? არა, ხო. ერთი არის. ხო. რა ატამირიათა. ხო, მეტი არ არის. ხო, მაგრამ ეგ ისეთი ანეკდოტია, რომ კახელებზეც მოერგება რა, მაგრამ ატამია. ხო, ატამი უფრო. ერთი გამახსენდა ქართლელები. აბა. კროსვორდს რო ავსებს და კატაი, ხო? ხო, და ის რო ჩაამატებს და ჭერს. კატა და კატაი. ხო. ხო. ხო, მაგრამ ეგ უფრო იქით რა, ხაშური და ხო, ქართულია მე რა. ორი. ხო, არ არის. კიდე ერთი ვიცი თრალ ბორჯომელს. ხო, აი ნახე, არის ნიშური არის. ზოგადად ქართლზე არის. არ არის. ბორჯომელზე იქ რაღაც უნდ? ხო. ისეთი ეცოდა, სუციცყვები არ არის. თრალ ბორჯომელს მიყენებული ყავს ნაძვზე რუსი გოგო და მუშაობს რა და ეს გოგო უყურებს და между прочим у меня мама грузинка. А деда? ამდაი. ბორჯომელი ალბათ იმიტომ რომ ნაძვია. ეს ხარაგაული ტენე. ხო. ბორჯომელი ხარაგაულის ხეპარშება. მოქმედება. ხო, თუ სოფელში რა გადავსახლდიოდა, იქ რა ხდება? იქ არის სასწაული. იქ არის რა იცი, აი როგორც მიქელანჯელოს რო კითხეს, როგორ აკეთებ ქანდაკებას და ზედმეტს ვაშორებ. აი ქალაქს რაც აქვს ზედმეტი, ცუდი, აი ყველაფერი ჩამოიშორო. ანუ სულ სადღაც გეჩქარება. გამონაბოლქვი.
ეს რაღაცა ხალხი დაძაბული. გინდათ კომფორტი იქ რო ჩამოგიტანა. რაიჭა დვიჟოკი რო დაიდგათ ესოში, სუდა ქოქილი, ეს ხმაური და ბოლი, კიდე რა გაქვს? მე მაგ ერთი სული სახლი ავაშენი, ნუ ჯერ ვერ დავამთავრე, რომ გავიქცე მეც ქალაქიდან რა. ეს არის დილით რო იგვიძებ პირველი ესე რომ პრობლემა არა და კავკასიური ჩანს მყინვარი თუ არ ჩანს ეს ხوار მოიფარეს და აი გადა სულ პოზიტივი რა რა სოფელია გუდალეთ ეგ არის სადაც გადაღებულია ნატურის ხე აღაჩვენის მინდვრები გახსოვთ ცხელი გუდება თეთრი აღაჩვენი აღარ არის იმიტომ რომ პურს აღარ თესავენ რევოლუცია ამბოდეს რევოლუციას რო ელოდებიან ბავშვები და ეგ ადგილია ხო მაგარი ადგილია იმიტომ რომ არის აქვე ახლოს კავთისხევის თავზე არის არა გამავალი ამიტომ ახვიდე არის მაღალი 1000 მეტრზეა ამიტომ ზაფხულში ქვემოთ თუ მიდიხარ მანდ მიდიხარ თუ მიდიხარ მიდიხარ და მე გაივლი და მე ვარ სუბოლოში და ამიტომ აქეთ მარჯვნივ არ მაქვს სახლებში კი არა ვარ წინარე ეგეთი მაგრამ სოფლებს თავისი ხო აქვს პრობლემა ტურები არ არის ტურები არის კი იწება ჩემგან იწებიან ტურები რომ ჩამოდიან ბოლოშია ხო ეგრე ტურა პროპკასთან ტურები კივიან ტურა არის საყვარელი ტურები კივიან და ანუ როგორ აწყობ ამ კივილს არ მგეგო რომ თელი 130 კომლი არა მაგრამ ეგეთი გაწელისობენ უცებ იწება ყეფასაში ხო დაბლები პასუხობენ და ეს ტურები აქედან კივიან ეს რაღაცა და ისა და ეგრე და ერთხელ რა უცნაურია რომ მეგობართან ერთად ვიყავი და უცებ მეუბნება რომ ისა გელიაო რა ისმის უკან წე იწება რა აი არამედ როგორც აღლები მაშინ ტურებზე მეშმე და კაი მოусმენ და მართლა ერთი მგელი ყმო კაცო მგელი რო ყმო ის მასარი გაფიცაღლები რა აღლები არ ტურები ტურები ხო ვაფშე და როგორ სიჩუმე და იქ ხმუილი ყველა გატრონული მე ჩაიწერე და ერთი დინამიკი ზაღლები რა ეხა ვერ ჩაურდა გააჩუმე ყველაფერს გამორთო იგა თქვენ და ისა რო ქია ეს ზაღლი იქაც თქვენთან არის ეგ არის კი ეგ სულ ჩემთან არის ეს კი იქაცა და რა შეება ეზოს უვლის და ეზოს უვლის ორი ზაღლი მყავს რომელიც იქაური სოფლელი შემომეჩვია ერთხელს ჭრიდან რაღაც უმკურნალე ეხა მეორე გამოჩნდა ეხა ზამთარში უკვე ძალიან დიდი თოვლი წელს ისეთ თოვლი ხო მონადირე გამოჩნდა კიდე ერთი გაჩხიკულე ცარიელი ნეკნები იმასაც ვაჭმე მოგეთი დასაშენიც არის ხო ძალაუნებურად ანუ გამოქცეულ ზაღლებს იფარებს იფარებს საჭმელ სასმელის მხრივ როგორ არის კავთისხევში ქვემოთ 6 კილომეტრია ეხა გზა გააკეთეს გარგერა ამიტომ ამაკ რა მაგ რა ეხა მაგალითად არტალა მაქვს სუფი ჩაყინული მაცივარში იმიტომ რომ დიდი ქვაბით მოვხარში და ვიფიქრე პორციულად დიდხანს უნდა ხარშვა და ბალემ ერთად ერთად ასე რომ იქ მაგ რა ეგეთი რამე თან ეხა ლაბასავით ხდება ხო იცი ის წავედით თქვენს მე მოსახლეობა არ არის იქ რამდენიმე სახლია და всё და მე მთავი და თარი ქსილისია ყველაზე დიდი მთავი რაიონში იმის ფერდზე ვარ ჩრდილოეთ ფერდია ამდა თოვლი დიდხანს ეხლა უკვე გადნა პრინციპში ზამთარში მოსახლეობა არის კი არა გზა იწმინდება აი გაწმინდეს რა 4 დღე არ იყო გაწმენდილი ჩავრჩი დენიც არისო არა თობენ ჩამოწყვიტა იმას ხო და დენზე მაგ წყალიც რომ ამიტომ არ მქონდა წყალი არ მქონდა გათბობა იმიტომ რომ მაგ გათბობა ერთად გაზი იყო კიდე კაი და ნუ სამზარეულოს ჩამოვაფარდები და ვიხუთებოდი ამ გაზის მაგრამ ხო თოვს ვადნობდი იმით დიდი ქვაბით ხო იყო ამაში რაღაც რომანტიკა ხო რა 4 დღე გავქაჩე და მოსობაში მოგისტრესე მე გამოვედი მაქან დავტო მაქან ეზოდან ვერ გამოვყავ შეშის ხუმელი არ გაქვთ რამე არა მაგ შეშის არ ბუხარი მაგ არა საჭირო არა ბუხარი არ ათბობს რაღაცნაირად არა მივხვდი რომ დვიჟოკი საჭიროა რა თქმა უნდა ეგ დოსები რა ეგეთი რა ხდება თოფი გაქვთ არა თოფით საჭიროა თუ მგლები დადიან და ტურები ხო დადიან მაგრამ ის არ მქონია არასდროს
განდაც არ მიტარებია. და ურემი და ეგოს ექსპონაი სოფელი. ნახე, არც დანამქონე, არც თქო მიტარებ. არა და ისეთი იმიჯი აქვს, ნუ ფილმიდან რა. რო ვთქვი რომ გუგამოვა იმან თქვა არ გავგლახოს. არა და ესეთი პატიოსანი წყნარი მშვიდი ადამიანი ყოფილა. ბოლო ფილმი იყო, ეგ იყო ბოლო ფილმი. არა, ეგ იყო პირველი, არა, იყო დიდი ფილმი პირველი. მეორე იყო აღლუმი, არ გინახია? კი, ნანახი მაგ ემისი. გოგო არის, ხო, ჟვანიას. ხო, იქ საინტერესო იყო რითი. სამ მეგობარი რო ხარ. ხო, სამ მეგობარი, ტრულაილა ვარ მე, ყველაზე ეს გადამკვდები აფერისტი, სულ რაღაცა გდროვლები. დაიცა დროში. და ყველა კიდე შეგდები რატომაც. ხო და რაღაცა ბოლოს პარადით რომ თავი. ხო, და მე ვიბრიდები ამ. ხო, აი როგორც იძახე, პირველი კინო იყო რა, ჩემმა ძმამ გადამიყო 10 წუთიანი საკურსო, ხო. 10 წუთიანი, ძალიან სასაცილო ფილმია. გმირი ქვია რა და იქ იწყება რომ ვითომ ძველი დროა და ომი დაიწყო რაღაცა კაცი ქუდზე და გაკვეთილი მიდის ეგრე და მე შემოვდივარ აბჯარი მიგეთია და გაყრილი მაქვს ისარი და ეგრე მოვდივარ და კუბოში ვწვევი. აკვეთილზე? ხო, ნუ ეგეთია რა, ცოტა სურიგული კინოა. და პირველი როლი იყო ასე პირდაპირ სიკვდილით დაიწყო. იმის მერე ყველა კინოში ვკვდები ახლა. ხო, რაღაცა გეწყინება. ძმა არ დაგიტო. სხვა რეჟისორი დაგიტო. ხო და იქ რა იყო კარგი, იცი რა, იმაში, ამ აღლუმში რომ ამ ნინოს ვეუბნები რა იქ მეთქი ქუჩის დღეებში ლევას მე უთხარი მეთქი რომ რახან არ ახარ პროფესიონალი, ხო? ძნელია რა იქ რაღაც ტექსტი დაიმაზები რა და მეთქი ჩემი სიტყვებით ვიტყვი რა, თან ვიცი ახლა ეს რაღაცა მორფინისტული დვიჟენიები და ისე რომ ბუნებრივად გამოვიდეს და კიო და ეგრე ვითამაში იქ ამიტომ გამოვიდა კაი როგორც ძალიან არა, ძალიან კარგია. ეხა აქ მე ვთხარი რომ აქაც ვეუბნები აქ მე და არჩილ კიკოძე ეგეც პირველად ლევანთან ითამაშა და მე აქა და მოკეთ ეგეც ღადო ტიპია და ვარჩევთ სცენარს და ვეუბნები რომ შეიძლება თქო რომ ჩვენც აქ რაღაცეები ჩვენი სიტყვებით იმიტომ რომ ცოტა ის იყო რა ეს დიალოგები რაღაც რო გეყალბე დავარცხ. ხო და ამას აი შენ რო ესე არ იტყოდი რა. არა, არ იტყოდი ხო, არ იტყოდი და გასხვავება რა არის, როგორც არაპროფესიონალი თამაშობ. მე არ ვიცი ახლა როგორ უნდა ვთქვა, ჩემთვის ყალბი ტექსტი არ აყალბად. ხო, პროფესიონალმა იცის რა, იქ რაღაც შენობრაზებს შედიან, რაღაც ამბავი ვაგზავნელი რა. ხო და მე სამხატვრო აკადემიაში არის სწავლება ეს. არის. ხო და ამ ნინო რო გვისმენდა მე და არ შეცდომა, ვარ რაც გინდათ ის ილაპარაკე. ხო და აი მაგალითად გინდა კი არა, რაც გინდა. რაც გინდა. ხო. არა მშვენობა რა. ნუ სულ ერთად ვარ რაღაცა ბავშვობის მეგობრები ერთად ამან მიყავს სადღაც და რაღაცებს ბაზრობ. და იქ რასაც მე ვბაზრობ და არჩილ. ეგ არის ექსპრომტი. ხო, მთლიანად არ თქო. სისულელები, ამიტომ სასაცილო მართლა ვიცინით იქ რა, იმიტომ რომ ნუ მართლა სასაცილოა ეს რაღაც სულელობებს ვიძახით რა. ერთ-ერთი პიპინაშვილი იყო პროფესიონალი, ის მეც მიყვებოდა როლს. კაცო ახტაცებული იყო, ჩვენი ხო თქვენ რა მაგრები ხარ. რაც ვისწავლეთ მიშა სკოლა იმას, ნუ ის მართლა პროფესიონალია, იმიტომ რომ კენჭის გავლა ქონდა და დილით გამოდიოდა თამაშობდა. ნუ ჩვენ თამაშობდა ჯამრთელ ადამიანს. ჯამრთელ ადამიანს. ხო, ძალიან ძნელია. პირიქით ჩვენ გადავ დაჟრობა და მეორე დუბლი რო იყო, იქ სხვა რამეს ვიძახდი. მე რო ვიტყვი როგორ დაამონტაჟო. მაგრამ ნუ აი გამოვიდა. გოგას რეპლიკები ემთხვეოდა? ამოვარდილი. არ წავდა. იმ ხათი გადასვლები რო არის, იმაზე გამახსენდა და მე რო უბრუნდება ტექსტი. გამაგის პასუხია და სადამდე ხარ. მოკლედ ის ფილმი ძალიან მაგარია, მაგრა გიხდებათ როლი, მაგრამ მაკედან წამოხვედით და დიზაინი ვიცი თქვენი გამიგია. არა, მაკედან წამოვედი, აქ მე შევედი პროსტა. ხო, მაგრამ ანებეთ თავი ამ კინოს. მე აღარ მინახი ხათ იმ ორი ფილმის. შენ მეორეც არ გინახია. არა, მეორე პრემიერაზე ვარ ნამყოფი, მაგრამ ხა კიდე გიგინეშვილმა გადამიღო რაღაცა ძორი პატარა. ანუ აგზელდი სახიობობას. ნუ იცი რა, თუ ახლა ეგრე ითხოვს ხალხს. უარს ვერ ვა. გამოგდის თან ადამიანს. არა, ხო. და მხატვრობის ნაწილში? მხატვრობა დავიწყე ახლა ისე. აკადემია დამთავრებული, მე რომელი გოდა ხარ?
აბა რომელი მე ვარ 66-იანი და ჩემების ვინმეს კურსელი ხო არის? ორიანი ვარ. 62-იანი, დიდი ყოფილა. ვინ იძახის? ხო და არ გეტყობა სხვაში. მე ვარ 6-იანი. თუ ვერ იტყვი რა ჩემზე უფროსიაო. თუ შენზე ვერ იტყვი რა 6-იანი. ჩემ ბევრი სწავლობდა აკადემიაში. ჩემი რაც ქვია. ბიჭო, მე რაბა სწავლობდა აკადემიაში. მეგობარი ამის თავობა რა. ხო, ბევრი ახლობელი სწავლობდა, მაგრამ ძირითადად არქიტექტურაზე ეგენი და მე რაბა სწავლობდა. ხატრობას მიუბრუნდი. ხო, ეხლა დავიწყე ისო ხატვა, იმიტომ რომ მე 92-ში სახლი რო დაინგრა და ამ სამოქალაქო ომის დროს. ხო, სამოქალაქო. შენთან სულ სამოქალაქო ომი. მე მგონი, მაგრამ აი პირველი. აი რუსთაველზე რაც ხდებოდა რა, ხო. ხო. 92-ში. ხო. ხო, მე დავიწყე რაღაც ჩანთების კერვა, რო გადარჩენის მიზნით და რაღაც დიზაინი. მე ავეჯი წავიდა, იყო ავეჯი, რკინის ავეჯი, ხარჯებით, იმეებით. უცხოელი გაყიდულობდნენ ძირითადად. და მე გადავიდა ინტერიერის დიზაინი და გრძელდებოდა რა და დიდი კოლექცია ძველი ნივთების ხო უამრავი ხო რატო ის იმიტომ რომ ისაც მიყვარს მაგრამ თან ვყიდულობდი იმიტომ რომ ინტერიერებს ვაკეთებ და ამ სტილში ვაკეთებ და ამდენად ეს მე მჭირდება რა მას რომ ამართლებ ხო იცი რაღაცას რაც გევასება ისედაც და იაფად თუ წადო ვიყიდი და მე უკვე თავაზობ რა მე უკვე გააკ ის ნივთები რაც ის პალიტრა რა ძველ ნივთებზე გამახსენდა თქვენ არ გემახსოვრებათ ჩვენი პირველი შეხვედრა. რამდენიმე წლის წინ შალხიძე, ხო? ხო, მახსოვს. მე და დადუნა მივდიოდით და ძალიან ძველი ჩანგლები იყო, რა ვიღაცა ყიდდა. და დადუნას დაბადების დღე მოდიოდა. მივხვდი რომ მოეწონა. ხო. და ვარა, კაი და გავიყვანე. ხო. და ამყიდოს ვანიშენ რომ ხვალ მოვალ მეთქი რა. და გადამიდა მეთქი, ხვალ მივედი და გავხედე და გუგადგას და მოწოს ეს ჩანგლები. ვახ ბიჭო თან როგორ გინდა უთხრა. მეთქი ბოდიში მეთქი რა გუშინ შევეთან ხმა მეთქი მეუღლის დაბადების დღეა და უნდა ვიყიდო მეთქი და ისიც დაეთახმა გამყიდველი და კაი ვიყიდეო. არა რომ მეთქვა. არა. შენ ამ ჩანგლებით აქედან არ წახო. მაგრამ მიხვდა რომ მე ისა ვარ დილეტანტი და ბოლოს ახლა თლად ესეც არ მაგძნობინა, მაგრამ მაგარი რაღაცა მითხრა. გადავიხადე მომახდა ესე გამოხედა ამ ჩანგლებს. შენ არ იცი რა კაი რაღაცა იყო. ეხაც გააკ? კი აბა. აი. ესეთი კეთილი ნაცნობობა გვაქვს ჩვენ. და რა ჩანგლები იყო ეს? ძველებული ჩანგლები იყო ხის ტარით და სამიმიანი. და ის იყო რა ხის ნაბორს რო ეძახიან. კიდე გუგასთან სახლში არის გადაღებული სიყვარულის ბალადის ერთ-ერთი სცენა. ჩვენ ვიღებდით ქოიმოთ სარდაფივით იმის ხო აი მან გადავიღეთ ის სცენა რა ბეჭედს რო თავაზობს ხო მან ვიღებდით მახსოვს რა ჩვენ ნაყოფიც ვარ მაგსახში მან ვიღებდით და ხო ვისთან ვახუშტისთან ხო თქვენ ნაყოფი ხართ მაშინ გოგიჩას გამიშეურო იყო და სტუმრაც ანა მოვიდა და არა მე მერე ვიძახი 2003-ში თქვენ ვახუშტი გახსოვთ? კი როგორ სახში ვარ ნამყოფი მე გადაცემაში და სტუმრად იყო მე მოსული გოგიჩასთან და რა ლაბარაკს უთი ლაბარაკობდა როგორც მახსოვს აუ გამის შოუში ხო ხო ის ლექსი და ის ხოდა აღარ გაჩერდა ხო რაღაც ფაუნები ვარ ხო მაგრამ ძალიან საინტერესო მოლაპარაკე არც გააჩერებდი თან ის ახალი ის იყო ახალი ნანახი მქონდა ის რა ქვია სკაბრეზული პოეზიის ის რო იყო. ხო, ეგ რაღაც ვიდეო რო გავწერდა. ხო. და ერთი ლექსი ჩვენთანაც იყო ბიჭო რა სასაცილო მახსოვს, მაგრამ ეხლა მე ვერ ვიტყვი. მზეზე როა. ხო. მეც მახსოვს. და ისეთი. და ამ იმაში მხატვრობაში რა მიმართულება ეს მობრუნების შემდეგ რას ხატავ? ეროტიული მიმართულება. ვა. გრაფიკით ვიფიქრე რომ შევიდე რა სამზეც ის უნდა. ხო და ნუ რაღაცა ეს იფიქრე თუ თავისით მოიტანა. თავისით მოიტანა. მახსენდება მენატური არ გჭირდება? არა.
ისა გახსენება და მეხსიერებას ავარჯიშე. გამოფენაზე ერთმა ტკბილი მეგონება. დიპლომიც ეკონდა ორი შიშველი ფიგურა იყო, ორი ქალბატონი შიშულად რა და როგორ მახსოვს ძალიან მიხარობდა რომ ეხა მერგებოდა ორი ნატურა რა ხანდა დავამტკინოთ ხარობდა ერთი წელი უნდა ხატო რა და მან როგორ იყო იდეას ეუნებოდა გიმტკიცებდნენ სადიპლომო ესკის და მე გეკუთვნოდა რომ ორი ნატურა რომელსაც ფულს უხდი და უნდა ყოფილიყო რა გუგაზე გამოწერილია ორი ნატურა და პარასკევი ხუჭო ველოდები რომ ფერწერასთან რაწვევი ისეც რაღაცა ის არის ახლა ნატურა გიწევს შეხატო და გადავჭიმე 2-2-ზე ტილო იყო რა დიდი და უйдеდა. ხო და ვეღარ მოვიწმინე და მომინდა და ისო რაღაცა კვირაში იქნება და დავიწყე ზეპირად. და ეგრე დავხატე, აღარ ნატურა არ გამომიყენე. დიხას რაღაცა სოცნებობა და მე რომ მიახსენდა რომ მე მეორე მხრივ ხა ნატურა ხო გეკუთვნოდა ეს გადადე დაღატული კანა. ხო, შევისწავლე კარგად ეგ ამბავი და ეხა მე ამ რაღაც ეროტიკას, ახლა ეროტიკაზე გამახსენდა ერთი კაი რამე, ვახუშტის გახსოვთ ის რომ გამოვიდა Playboy ქართული. კი, როგორ ცოტა ხანი გამოდიოდა და ეხურა მე. იმიტომ რომ არ დააფინანსეს. ერთი წელი გამოდიოდა თუ მე. ქართველმა ბიზნესმენმა მენს. არესია მონა ქართულ ხალხს. არა, ბიჭო, კარგად იყიდებოდა. ქართულ ბიზნესმენს უტყდებოდა ეროტიულ ჟურნალში რეკლამის მიტა. ხო და აი ეგ რა მახსოვს იცი რომ ეს არ უტყდებოდა. გადაცემა გახსოვთ? მეგონი ინგას მიყავდა თუ რაღაცას. მოგეთ გამოვარდნენ იქა და ერთი მახსოვს რომ აქეთ ჯონ დი ბახათურია იჯდა რომელმაც აპროტესტებდა. Playboy-ს, იმიტომ რომ და კიდევ რაღაც ხალხი ამას რა იყო იქა წრიალაშვილი იყო გადაღებული ლამაზად პენიუარში მკერდიც კი არ უჩანდა არ ვერ უჩანდა ფაქტიურად просто ქალი წამოწევს და ლამაზ ფოტოები რაღაცა პროფესიონალი ამას გადაღებული ხატავს სუბტიტრებს და კაციშვილი გამპროტესტებელი არ არის აბსოლუტურად და პირიქით მახსოვს რომ ეგ იყო და იქ დაჟე რაღაცა ჯონდის შესთავაზა და თქვენო გინახიათო და ჟურნალი მიაწოდეთ ეგ გაგდრო და ეგეთი სიტუაცია იმაში და ამ დროს ვახუშტი ჩართეს სახშია ვახუშტი აქ დირგა დახრეტი და მოგეს აქ კაბინეტში ზის და ეკითხები რა თქვენო რას ფიქრობთ რა ამ საკითხზე მე ვფიქრობ რა რას ქვია რას ვფიქრობ რა მე ხან ბოლოს ლექსები დავიწყე ცოტა ეროტიულ სცენას საერთოდ ბერძნული ხელოვნება ვისა და მე გეტყვითო მე მაგალითად მირჩევნეაო ლამაზი შიშველი მოდელი ჩაცმულ კორუმპირებულ მოსამართლეს. მაგარი შეტანება ჩაცმულ კორუმპირებულ მოსამართლეს. ეს რესტორნებზეც გითხარით რა. აბა, რესტორნი. დიზაინს აკეთებ და მე არ ვიცი ხა ხასდება ეს. დიზაინი ფაქტურად თქვენი რესტორნიდან დაიწყო და მე არა, მე ჩემი იყო პურპური პირველი, რომელიც იყო ეგეთი ასე ვთქვათ ვინტაჟი მაშინ არ იყო ეგ სიტყვა. ეგ საერთოდ. რა ერქვა, ძველმანებით გაკეთებული. არ ვიცი ხო, აი ეს რაც გავაკეთე და სხვაჟე ამაზე რა თქვია, ჩემ ძაღლს ვავა, იმიტომ რომ იმას დავარქვით პურპური. და რაც კარგად იმუშავა და ორი ერთი ბგერა. მე მქონდა ფანფანი ბათუმშია ეგეთი. და მე რა ქუთაისში ვაკეთებდით რაღაც საჩაი დიახ საჩაი ეს და იქ მეთქი რა დავარ ფოიეში იყო ძველი ქუთაის სასტუმრო იმის ფოე დავარ ხუბით შეიძლება ხუბით შეიძლება ამ ზაღზე ვფიქრე რა დავარქვა ეხლა თქო რა და მინდა ეს ორი ბგერა და მე რა გამახსენდა ეს მე ბრაზილიის ის ვიყავი რა ქვია ბავშვობაში გულშემატკივარი ხო და ვავა გამახსენდა დიდი შეგეძლოთ დიდი ხომ არა დიდი ვავა უფრო გოგოათა დიდიც მიდის გოგოზე ჩემი შვილი მეძახდა ვავას მოსპერამდა ниცა მომას მაგრად ვარ ხო ვავა ხო და რესტორნები მოგეთ გაკეთდა ეგ პირველი პურპური რომელიც ჩემი იყო რა თორე მანამდე სხვების ხო ბევრი მაგცაა გაკეთებული მაგრამ ეგ გაკეთა ისე ხო დამკვეთი რომ შენ თვითონ ხარ რასაც გინდა აკეთებ რა არავინ არ ბზარგეურებ ვერ იყო ეს ამდენ გამოვიდა კარგი
ხო, ნუ შენიშნოს ყოველთვის არავინ არ გაძლევს. ხო არა, შენთვის რო აკეთებ მაგარია. არა, მით უმეტეს ამ სფეროში ანუ ეს ხო არა რაღაც ტექნიკური იმის შესრულება, რომ რაღაც კრიტერიუმი იყოს, გემოვნებაა და ამ დროს რომ მიშვებული ხარ რაღაცაც კი აკეთებ. იცი? ტექნიკაშიც ესეა და აქეთ მით უმეტეს. ვიღაცა მოდის რაღაცას გიკვეთავს და მე გასწავლის ჭკუას. ხო და ტექნიკაზე ვერ გასწავლე. არის რა უნდა თვითონ რა. როგორც ინტერიერებსაც ხო უკეთებ, ზუსტად რა უნდა იცი? აი თუ ბინას რა. და ხო ვინ გიკვეთავს, ვისაც ბევრი ფული აქვს, ხო, იმიტომ რომ ხა ისე ვისაა გამის საშუალება, რომ ხა დიზაინერი და ზირთადად იქ ცოლი თქვა არის დაკავებული შენთან იმითი რა და პრინციპში ვაფშე რა უნდა იცი რომ თვითონ აკეთოს და შენ თავი უქნიო. ეგ ყველაზე მაგრაებას რა უნდა იცი? მაგას უნდა დაადო ყველაზე ძვირი რა. მაგაზე უნდა დაადო ყველაზე ძვირი. იმიტომ რომ შენ სახელის ექსპლუატაცია რა უნდა რეალურად იცი? ვინმე რომ მოვიდა იტყვის, ოი ეს რა არის? გუგას გავაკეთებია. всё, შეგაცმიდა. ამ თუ ძვირი გესეგამ. ძვირი უნდა ღირდეს. მონათები. საქართველოს გარეთ რატო არ მუშაობ? მუშაობ. რა გაკაბა საქართველოს გარეთ? ბერლინში ყველაზე მაგარი ქართული რესტორანი ჩემი გაკეთებული. ჩემი არ არის, ჩემი გაკეთებული. ქვია მითხარი? ისე რა, რატო ქვია ლურჯი მელა გაუგებარია? ლურჯი მელა. მულტფილმის ხო, ოღონდ იქ კიდე სხვა ვარიანტია რა. ჩვენთან ხო არის ლურჯი მელა და ის გერმანული ლურჯი მელა კიდე რაღაცა და სხვანაირი ის აქვს რა, რაღაცა ტოლერანტული რაღაცა ამბავი. ხო, მაგრამ ეგ გავაკეთეს უოცხელებით და მოკლედ ძალიან ლამაზი გამოვიდა რა. იქ იყო 6 წლის წინ გავაკეთე, მაშინ იყო მეხუთე ეს ქართული. ეხა არის, ეხა კიდე ღვინის ბარს უკეთებდი მაგათვე და ეხა არის 30 წარმოგიდგენია 30 ქართული წერტილია, ნუ კვესის. ხო, იგივე ხდება ნიუ-იორკშიც რა, იქაც ძალიან ბევრი ქართული რესტორანი გაიხსნა. და ის არის ძალიან მომწონს, მე ამ მოცხელებით ძალიან ლამაზი გამოვიდა. ბიჭო, ის ნიუ-იორკში ცოცხლებით არის, ხო ჩვენ რო ვიყავდა? მოცხელი არ მახსოვს. იქ რა ორი დიდი კედელზე აქეთ იქით გავადიდეს სცენოგრაფია, დიდი ციცაკები და აქეთ გოგრა და სიმინდი. ეგ არის ძალიან დიდი ამ კედელზე და მე ცალკე რაღაც ცოცხლების ელემენტები, მაგრამ ეგ რაღაც 60 წლების განმავლობაში ესთეტურად ძალიან ლამაზია. და ხო თავიდან უნდა ლურჯი მე ვიხარ რატო იქნება მე სხვა დავარქვათ, ნუ რა ვიცი ხო უცხელი თუ აკეთებ. არა, გინდა თუ არა ეს გოგო ლურჯი მელაო და არაფერი არ გავაკეთე ლურჯი. ლურჯი არ არის არაფერი. მელის გარდა და მელია გასული. არა, მელია გასული. ლოგოზე იქნება ალბათ, ხო? ლოგოზე იქნება ლურჯი. ლოგოზე არის მელი. ხო. იმ მულტფილმშიც არ არის ლურჯი მელა თავიდან. სანამ. ხო, მოგეთ მუშაობს კარგად. მოწონთ. აღებავს. ეგეც შენი ქვეყნის გარეჩე. არა, ასწორე. იმიტომ რომ ბიჭო, რატომაც გონია რომ თქვენ როგორცაც აკეთებთ, ყველგან უნდა მოეწონოთ ეს. ანუ ყველა საზოგადოებას ხო, მაგრამ ხო, გააჩნია ალბათ ჩემი აზრით, ანუ გერმანელი, ეხა ეს ქართული რესტორანია, მაგრამ გერმანელებისთვის თუ აკეთებ, გერმანული ვინტაჟური რაღაცეები უნდა იყოს თუ არა? არა, არ იყო გერმანული ვინტაჟური, იყო 60 წლების განათებები, ეგეთ ორშერები როა 60 წლების, რაც ჩვენთანაც იყო და გერმანული გედეები იყო და პოლონური და ეგენია გამოყენებული და მაგიტები ჩვეულებრივ სუფრებით დაუპრინტეთ და სკამებს უკვე ისეთ მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს ნახატების დიდი კედლები და ჭერზე რაღაც ძველი ბიაზი წავიღე აქედან ხო საზღვარზე რა ძველი ბიაზი რომ იქონდა. ხო ვერ გაიგეს, ნუ ჩამოცვენილი სულ. რისი იცი, თოიძე რო დაანგრიეს, თოიძის სასწავლებელი რა. მოგეთ იქ შევა ანგრევენ და მოგვლიჯეთ რაღაცე პრარაბმა მოგეთ მომხედა რა. უკან ნაგავი რა ფაქტია. ხო და ის გავიტანენ. მაგარი ბიზნესია, მაინც უნდა გადაგეგდა და ციხი არემბუთა თვითონ მიაქცე. თვითონ მიაქ გერმანიაში. იხურებს ალბათ გიშიკო. რატო ეს შენი ბიზნესი იყო? ო ბიჭო. ამ ძველი თაობის ხელოვნებს ახლები არ უყვართ ხოლმე ხშირად. ამბობენ რომ ისა ფურა თაობა მოდის და ის სული არა აქვთ და ესა და ეგ ხელოვნებაში არა ყველა სფეროში ეგრეა ძირითადად. ხო, ხელოვნებას უფრო ადმისათქმელია. ახლა მეკითხე მე რას ვფიქრობ ახლა. მოსწავლეები ყავსოთ, წეღან ხო ამბობდით და კაი ხალხი მოდის, კაი თაობა მოდის თუ უბერავენ თავის.
უბრალოდ მოშნათი რატო იცი, რომ შეიცვალა вообще ის პრინციპში ხელოვნებასთან ხელოვნების თვითონ ახმას რას გულისხმობ, იცი, რომ ადრე ხო იყო თქვათ ხატრობა ხო და ფერწერა საიგებ, ეგ იყო რაღაც იმაზე სტანდარტი. არა, სტანდარტი კი არა, მე ვიძახი როგორ არის, რა ქვია, მასტერსტო როგორ ოსტატობაზე და რაღაცა იმის იმ ხარისხზე და იმდაც არ აქვს მნიშვნელობა, თქვათ, თემატიკას, შინაარს. გასაგებია იყო ან რელიგიურზე, ან მითოლოგიურზე და ეგ იყო რა, ძალკე პორტრეტებს უკვეთავდნენ, ხო? მაგრამ იქ იყო აი როგორ არის შესრულებული და რა ხდება. ძირითადად და ამის შედეგად რაღაცას უყურებდი და ან რაღაცა გახტოვანებს და გამაღლებს, ასე ვთქვათ, ხელოვნება ან არა, ხო? ეხანდელი ხელოვნება რაც არის რა თანამედროვე რა, არის რა, არის შეცვალა რიცი რომ იდეა გახდა მთავარი რა და ის უკვე როგორი შესრულებულია ვთქვათ. შეიძლება შენი კაი იდეა მე უკეთ შევასრულო. კაი გავშ სხვა რამე. ახლა ლეონარდოს იმას იდეა სხვა უკეთ ხო ვერ დახატავდა რა და აქ შეიძლება უკეთ გააკეთოს ამას იდეა მოუვიდა რაღაცა როგორ კედელზე მისკოჩოს ბანანი ხო? ხო. აი გაიყიდა 70,000-ად. მისკოჩილი ბანანი. ხო და თუ სასაცილო იყო იქ მე გამოფენზე ქართველი რო გაიჭიდა და რომ მოგლიჟა შეჭამა. ხო იმაგორს დახურა. არ და იქ ბანანი შემოსასვლელში ორლარად. არა, ხო და რაზე იყო რა? აი ბანანი რომელიც ამ დღეში დავყება, ხო? მაგრამ იმან იყიდა სერტიფიკატი და ეს იდეა იყიდა. ხო და ნუ რა ვიცი ახლა. იმას აქვს უფლება რომ კედელზე მისკოჩოს ბანანი სხვასა რა? არა, მაგრამ და იმის უკვე ბანანიც აღარ არის სერტიფიკატზე ამბავი. ხო არ ვიცი მე შეიძლება ეს ალბათ აი გაყიდე. ეხლა მე რო დავუშვათ ბროწეული მივასტეპლერო. მოპარული იდეა? არა, მიასტეპლერე, მაგრამ აი ამასაც ხო უნდა რომ გაყიდო. სტეპლერი როგორც იგი ავანტურისტი უნდა იყოს ცოტა ჩემი აზრით რა. გაიგე რას ვიცახი რომ აი ყველა ვერ აბა მიდი და ამიტომ რაღაც პატივისცემა და ახლა შეიძლება მისკოჩილი ბანანი 70,000 დოლარს საჭირო მაგარი ხარ რა. გაიგე უკვე იდეა სხვა იმიტომ ეგრე სოც ბიზნესს ეს ხა ახალი არ არის ხა მალევიშის კვადრატს ხო ყველა დავხატავთ. ხო ხატე და იყავი. ხო რამდენად გაყიდი? ვერა ხო და ამაში ამიტომ შეიცვალა საერთოდ ის ხო? მაგრამ ნუ კი ვიღაცები აკეთებენ რაღაცებს, მაგრამ მე ცოტა რთული არის იცი ამის ისა რა. ნუ რამდენად кайფობ და მოგწონს თორე. კი ბატონო, ანუ შეფუთვა უფრო მნიშვნელოვანია იდეაში ვიდრე ხო, მაგრამ ეგ აი რამდენად ჩემთვის ეგ რამდენად ხელოვნება შემთხვევაში просто ფუთავ კარგა, ან რაღაც ავანტურას. მე ავანტურა მევასება რა და ძალიან პატივს ვცემ კარგ ავანტურისტებს. იმიტომ რომ კაია რა, თუ ამას ახერხე ხელოვნებაში, ხო. ხო, აი რა ვიცი ხა, მის მგონია რომ ეს ხა ბანანი პატივს ვცემ დემნას მაგალითად. ხო გონია რომ ავანტურისტია რა და მაგრამ ევასება და ვამაყობ რომ ეგეთი მაგარი ქართველი ყავს რომელიც ატრიალებს ოლივერს რასაც უნდა იმას აკეთებს. ხო მაგრამ მაგას ბოდიშ და ერთი საჯდომი უნდა რა. მაგას ლეუნები ეგრე არ არის სად არის ხო მიდი ადამიანს უნდა მიხვიდე. ამიტომ ის ბანანიც ეგ არის გაიგე მაგრამ აი ხა ის რამდენად აგამაღლებს არ ვიცი მე ხა ეს არტი. ხო, ეგეც არის. იდენტიფიკაცია არ მინახავს. ეგ მომენტი აღარ არის. გადავიდეთ იმაზე რა. საჩუქრის ნაწილზე გადავიდეთ. ჩვენი სპონსორია ნიკორა ხორცპროდუქტები და ხო ის როგორ გამოვართ ამ კაცს ხა. არა, ამას სოსისი. როგორ გეკადრებათ სოსისი და ძეხვი გინდა სწორი, ძეხვი გინდა მოუღო. რაღაცა ელოტიული ამბავია. ეხა გამოგადგებათ საჭმელად გინდა, ნატურა გინდა, სოფელში უდენობა გინდა, ყველაფერში კარგად გამოიყენებთ. ძალიან გემრიელებია ყველა. აი თანახე არის ისეთი რაღაცები, დენი არ არის, წყალი არ არის, დაადებულდა შეიკა შეჭა. მონადირული ჩვენი სპონსორი ბოლოს საჩუქარი. და სხვა შორის ეს არის ბოლო საჩუქარი ნიკორა ხორცს პროდუქტებიდან. გიკეთება? არა, ჩვენი ისა სპონსორი აღარ იქნება და რა ვიცი, მაინც ხელოვნებაში ხართ. ეს ეხა რომ შეინახოთ. შეიძლება როდესმე 391 გადავდეთ რომ არ შეგიშალოთ. ბოლო ჯერ გადაცემული
გადავდებ რომ კიდე რა იყო ახლა როგორ დავფიქრდი ახლა იქ რო იძახდით რომ რომელი გადაცემაა ესე იგი მე 391 გადაცემა. მაგრამ რაღაც ჩემზე გადავიდა როგორი რეიტინგი ესე იგი იუმორისტულ გადაცემაში ესე იგი რომ ადგილზე ესე იგი 391 მე როდის მეძახიან ხო მეცადა ხშირად რაღაც გადაცემებში იმიტომ რომ მეძახიან სხვადასხვა გადაცემებში რა იმიტომ რომ იქ არქიტექტურა ძველი თბილისი ვინტაჟი ავეჯი ნახატი ну იქ ფოლკლორი ვახუშტი თქო კინო მსახიობი რაღაც ბევრი რაღაც მაგრამ რომ აღარ იცი ახლა ვის დაუხარე რომ რთული ალბათ რა მაინც ცოტანი ვართ რა ძალიან ხო და რამდენი შეიძლება და აი რომ და გუგას ვარ და მოიცე მასე პაპა სხვათა შორის მე არ მეგონა თქვენ თუ ესეთ მხიარული ადამიანი იყავ რო დაურეკე გუგას უთხარი რომ აი ესეთ უმოხოთ გადაცემა გვაქვს ესეთი კაცები და კიო რატო არ მოვალო და დავეჭდი ვფიქრე როგორ ესე როგორ დამთანხმდა და უთხარი რომ ბოდიში თიცით ეს გადაცემა იუმორისტულია ვიცი კაცო ჭურში გიარსი მე მეგონა სერიოზული შემოქმედი კაცი ხარ მე იუმორთან თან მოხანდა ესეთი მამშვილი იუმორთან იმას მეგონე რა ქვია ძველი ბიჭი ხო ანუ აი ისა როლი როგორ სტერეოტიპებს ქმნის ნახევარი გადაცემაა კანკანებს ფეხი ეხლა მოხდა აი ბოლოს იღიმის რო ვაკთავრებთ უკვე ყველა სტუმარს უტრაკებს თქვენთან დაიჭო როგორი თაობა მოდის ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის წარმატებებს გისურვებთ გამოფენა თუ გექნებათ სიამოვნებით როცა გექნებათ და სიამოვნებით მოვალთ და წარმატებებს გისურვებთ მოგიკითხეთ შეგედლებული ცუგები ეს აგერ არის ეგეთი აღზრდილი ბავშვი ნახია ძალიან წესიერია აღზრდილი კი არა ყოფილა სტუმას მოყვა ეს ყოფილა პიროვნება ვალა ამით სტუმრის ნაწილი დასრულებულია გადავდივართ მომდევნო რუბრიკაზე გამოიწიე უსიტყვოდ რო აუხსნათ სადავართ მე ვარ ოში მე W-ში მე ლუში T მოუწია ჯანელას არა მე ცალკე ვარ მე ვარ მაშინ შეხა წერტილი ჩვენ ვართ ვოლტის კოლ-ცენტრში კი ბატონო კეთილი კოლ-ცენტრი მოდი ესე დავყოთ კოლ-ცენტრი კეთილი კოლ-ცენტრი სხვა კოლ-ცენტრები ვართ კეთილ კოლ-ცენტრში რას ვაკეთებთ აქ ჯერ უნდა დავათვალიეროთ ვინ არიან რა არიან რა ასაკის ხალხია რა ჭკუის ხალხია და რას აკეთებენ საერთოდ და მე მეგონა რომ უფრო ქაოსი დაგვხდებოდა აქ ამდენი ხალხი რო რაღაცა რუზი რაღაცა ისეთი ხმაური იქნებოდა მაგრამ ბუზის გაფრენა ისმის უფრო სწორად ბუზის გაფრენა და ლაბაზე რო ყავას ათხლუპუნებს ეკხმა UPS-ის ზუნი ისმის აი რაღაცა კაცი მოდის კიდე კაი აი გამარჯობა მოგძანდით ვიზიარებ უნდა ჩვენ ვიწყებ სამი გადაცემა გვექნება და გვინდა ვნახოთ აი ვოლტში აპლიკაციაზე რომ დააჭერ ხელს იმის მერე რა ხდება აჰა ხო პირველი მოვიდეთ კოლ-ცენტრში შენ როგორი შეხება მაქვს მაგ აპლიკაციასთან? ყველაზე აქტიური შენ უნდა გქონდეს. მე აი ესეთი შეხება მაქვს, ესეთი ინტენსიური შეხება. არა, ეგეთი და მე ესეთი რო არ თმევ. ხო. ხო და პირველად დააჭირე და აქ რომელი რომელი კომპიუტერი აყვირდება. ხო, მაგრამ ეხლა
ექსკურსიაზე ვიკითხავ, ყველა ალბათ არ შემოდის, როცა რაღაცა გაპრობლემდება მე გაუპრობლემე ეგრევე. მაგას რა ხავდა. როგორ გენცი გამოიძახე და იმ წუთში დაარეკე. არ მოსულა. სადაა? ისევ ცადოთ მართლა სად შემოვა, არ არის საინტერესო. რა თქმა უნდა საინტერესოა. და ვიკითხოთ და გვეტყვიან რაღაც. მე ხა გავალ ამოვარჩევ მენიუს. რომ მაინც რომ მოიტანე რომ ისა მარტო ექსპერიმენტი ხო არ არის. იმისაც რომ ნახოთ ყველაფერი და ჩვენ თვითონ არ ვიბოდიალოთ სტუმრად ვართ მაინც. გჭირდება კომპეტენტური ადამიანი, რომელიც რომელმაც იცის სად რა ხდება. სად რა ხდება და სად რისი შესვლა შეიძლება, სად შეიძლება შესვლა, სად შეიძლება მოწევა. ხმაური, სად მოწევა და ასე შემდეგ. მობძანდით. გამარჯობა. გამარჯობა. აი, შუაში რო დადგეთ. გიორგი. თაზო. გამარჯობა თასო. ფაქტიურად ჩვენი გიდი ხარ. ეგრე გამოვიდა, კი. ჩვენთვის გიდი ხართ, მაგრამ ამათთვის ვინ ხართ? თანამშრომლი. თანამშრომელი. შემოყარული არ ვარ. აჰა. ხო. ანუ სად რა არის? კი, დაახლოებით, მოგიყვებით. ეს ექსკურსია როგორ მიდის, როგორც აღმავალი იმით, რომ ეხლა აქ ნახავთ მე-12 საუკუნის აი, დაახლოებით. ვოლტის 7 საოცრება. რა მაინტერესებს ახლა რაღაცა მოიტანა დიალოგმა და ყველა გამოძახება აქ შემოდის თუ მარტო დაგვიანებული კურიერები და ყველა გამოძახება აქ შემოდის, უბრალოდ დაგვიანებული უფრო ზაფრად შემოდის. ანუ მე რო სკროლავ ვიღაცა ესეშვება იქ უკან. ვინმეს დაურეკია და უთქვია რომ მადლობა ხალხნო. კი, რომ არანაირი პრობლემა არ ყოფილა ესე კარგად. ყოფილა ესეთი. იშვიათად, მაგრამ მგონია. არის. კიდე კარგი რომ მადლიერი ხალხი არ რეკავს, თორე აქ იქნებოდა რუს. არსებობს ესეთი ლამაზი, მაგრამ სულელური გამოთქმა, რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალია. ხო და ესეთი მართალი ხალხი ესენი აქ არიან ამ გამოთქმის სადარაჯოზე. ჩვენ ზუსტად მაგას ცდილობთ. ვცდილობთ მართალი იყოს. რა რიცი, მაგრამ მეორე მხრივ ამ გამოთქმას მეორე მხარეც ხო აქვს. ეს ნიშნავს რომ კურიერი ყოველთვის მტყუანია. არა, კურიერის ყოველთვის ყველა მართალია ჩვენ. კარგია. აი ეს არის ჯადოსნობა. ხო, ყველას თავისი სიმართლე აქვს ეგამ. ბოლოს რა პრეტენზია ქონდათ ისეთი რომ ვაიმე რა უქნა ეხლა. რომელიც ოხიში გავრცელდა, წარმოგიდგენია? იყო ეგეთი, არის ტოპ საჩივრები. ცოტა ისეთია რა, ყველა დეტალს ვერ მოვყვებით, მაგრამ რა თქმა უნდა ყოველთვის გვაქვს ეგეთი საჩივრები. ძირითადად მაინც დაგვიანებაზე გვაქვს ხოლმე. და ცივი რატო? დაგვიანება თორე ადრე მომიტანეზე ჯერ აქ კაცსა. კი, აიგიც ქონდა სხვადასხვა ადრე მოგვიტანეს რაღაც მომენტში. არ ვიყავი სახში და რატო? თავრო პირველზე ელოდები და უცებ პირველის ნახევარზე მოგივა და არა. კარგი იდეა მაქვს თქვენთვის. ესეთი განყოფილება რომ გააკეთოთ. ნახე, კლიენტი რო რეკავს რომ დააგვიანეთ, აღარ მინდა. კაი, მაშინ ჩვენთან წამოვიდე. და ერთი განყოფილება რომელიც ამას მოიხმარს. და დათო იჯდება. შეგვიძლია გავხსნათ. მე პირობას გაზრდით რომ არ შეგარცხვენ. არა. რამდენ ქვეყანას ემსახურებით? აქედან მხოლოდ საქართველოს ლოკალ მარკეტს ვემსახურებით და ისე უკვე მეც აღარ მახსოვს რამდენს ვემსახურებით. ანუ ბევრს. კი. და ანუ სხვა ოფისებში საქართველოში სხვა ოფისებში თანამშრომლები რომელიც აი გერმანიას, დანიას. მე როზი ვარ სლოვენიაში. გამოიძახა კაბაბი და უთხრეს რომ ეგეთი კეცი არა გვაქვს. დანიური იცის იმ თანამშრომლებმა? ცოტა. ინგლისურენოვან მომხმარებლებს ესაუბრებით ძირითადად და აი რო დაარეკოს დანიელმა არაბმა. რა შვებით მაგ. შეიძლება ძირითადად მაინც მოწერა შეგიძლია დაარეკვა იშვიათად ხო? წერილობით კომუნიკაციაში უკვე 21 საუკუნეში ვახერხებთ ხოლმე რაღაც. რაღაც მექანიზმების დახმარების თუმცა ყავს გერმანულენოვანი საფორთიც მათ შორის და სხვა ლოკალ ბაზრებზე მათ საკომუნიკაციო მასალად შეიძლება ვიყენებთ ხოლმე. ის გოგონა თქვენი უფროსი ხო არ არის, ესე გიყურებ. ესე გიყურებთ რამე ცუდი არ წამოწ. ისე არის ხოლმე რომ აი დაუშვათ არანაირი პრეტენზია არა, აქ არც მადლობა, მაგრამ რაღაც დღესასწაული გვაქვს და გილოცავენ.
მე ეგეც მქონია, კი. ახალ წელს გილოცავდნენ ხოლმე ხშირად. დღესასწაულებსაც ძალიან ხშირად გილოცავენ. ესე ყოფილა რომ აი რომელიღაცა კლიენტი სულ პრეტენზიით შემოდის და დაუმეგობრით და ეხა უბრალოდ მიმოწერა მქონია ეგეც შეთხები, თქო, შეადრობ წარენ და უკვე ანა ვიყიდე. აი ჩემი კატარა მხელა. კი, თავიანთ ცხოველების სურათებსაც ხშირად ვიგზავნიან. და ისეთი რამე თუ ხდება, როცა ის კი არ არის ინიციატორი კლიენტი. ანუ თქვენ, ან შენ თვითონ წერ, მოგიტანეს. კი, გადაგვიმოწმებია. აბა როგორი იყო? გადაგვიმოწმებია ხოლმე, რა თქმა უნდა. რაღაც პრობლემა როცა შეგქონია და მე მოგვიგვარებია, თავისთავად ვამოწმოთ, რომ ხომნამდვილად მიიღეთ. აი, გამახსენდა. ამ ქსელულ და დიდ კომპანიებს აქვთ ერთი შემაწუხებელი ინიციატივა. თვითონ გირეკავენ აქ თხოვთ მონაწილეობა მიიღოთ კვლევაში და რაღაც კითხვებს გისვამენ. 10 კითხვი. თქვენს გაქვთ ეგ? არა, რა კარგი. ეგეთი რამე ყოფილა, რომ აი ვიღაცა პრეტენზიული კლიენტია, სულ რომ წუწუნებს, ხო, აი, კვირა რო არ გავა და უცებ სამსახურში მომხდ, რომ აი იმ კაცს ბებია გარდაეცვალა და მისასვლელი. არ მახსენდება ზოგადად. არ მახსენდება, მაგრამ ალბათ მქონია ეგ. და აი ესეთი ცნობილი კლიენტი. სანამ უსულელი შეკითხვები პიქსი არა, ერთი ამას კითხავდა თქო, აი ესეთი ცნობილი უმაყოფილო კლიენტი ყავთ, აი ბების აი ესე რომ ვიღაცასთან შევა და მოდით დათორე ეკავს. რა შეიკრიბოთ. რო გიყვართ უკვე. ხავს მომხრეული რომელსაც ყველა ძალიან ხშირად ცნობს და რაღაც როდესაც წერს ყველა ინფორმირებულია, თუმცა აუ ეგრე ყავს. იშვიათად რამე მსგავსი გავაკეთოთ ხოლმე, ამაინც without confidentiality. დავიწყოთ ტური. ძალიან კარგი, ანუ ჩემი ცუდები არა მოხდა. არ გამიხილა. არა მოხდება, რომ იყურებენ იცი. რითი დავიწყოთ? აქედან დავიწყოთ, ხო? კი ბატონო. ეს არის პირველი ოთახი, საიდან ჩვენი საფორტ თანამშრომლები ვისაუბრებიან ჩატში. ასევე სხვა დამატებით ოთახებიც გვაქვს და შეგვიძლია გაჩვენოთ ეგ ოთახებიც. ერო დამსვათ და ვინმეს და ველაპარაკო. შეგვიძლია. არ გირჩევთ. ხო, გაჩნდა რამდენი წელი. ეხლა. აუ, აქეთ ნახე რამდენი ყოფილა, ბიჭო. ამბავი აქედან team leader-ები, team leader-ის გუნდში დაახლოებით 25-მდე ადამიანი ყავს და თავის გუნდთან ერთად მუშაობს და როგორ გამარჯვებას შეიძლება კი მომხმარებელს როგორ დაუტოვოს უფრო კარგი გამოცდილება და ამ შემდეგ ამას განიხილავენ და მე უკვე თავიანთ გუნდებს აცნობენ. ბურგერიდან გავიხედე. გამარჯობა მეგობრებო, სტუმრები, მოგიყვანე. ისხედით. გამარჯვებული ვინც და ტოვებე. აქედანაც გამარჯობა. მოკლედ ჩვენ თანამშრომლები მუშაობენ, ძირითადად ტრენინგების ოთახია, თუმცა დღეს რაღაც მომენტში გადავწყვიტოთ, რომ კონკრეტულმა თანამშრომლებმა აქედანაც იმუშაონ. ეს ყველას ლეპტოპი რო აქვს, ვინმე არის ისეთი რომ ბლოკნოტით არის? ბლოკნოტებიც გვაქვს, კი, ხო ვიღაცას ესე უყვარს. ბლოკნოტით წერს წერიც. თქვენი შეკვეთა მზად არის. კიდე რა მაინტერესებს ამ აპლიკაციაში თანამშრომლებს რამე კოდი არ აქვს რომ ურიგოთ მოუტანონ, ხო? და სად არის კოდი გამოკრული? Wi-Fi და მე სადმე კედელზე ეწერებ. ახალი თანამშრომლები. ბოდიში ხელი გვერშლება. ფოტოშოპის თურქული იცის ხაპასი. თურქული იცის მართლა ისე და იზმირს მოემსახურე. იზმირი ანკარა. თურქეთს თქვენ ემსახურები? თურქეთს. აი უკვე შეგიძლია. კარგი შეგიძლიათ გახსნათ ეს ქვეყანა თანამშრომელზე დაყრდნობით. რამდენი ხანია ლიზე აქ მუშაობა? წელიწადზე მეტია. რა მაინტერესებს ის ჯანელას თუ აქ რამე გამოძახებული. ესეთი გამოძახება გქონიათ რომ ვინმეს ხაჭაპური და პური გამოეძახებინოს. არ მახსენდება, მაგრამ საუბრობთ ესე იგი იქნებოდა. ესე იგი ჯანელას кейსი არ გქონიათ თქვენ. თქვენ თვითონ ვოლტის აპლიკაციით იძახებთ საჭი? კი, თვითონ ყოველდღე. მაყოფილი ხარ? ყოფილა შემთხვევა რომ გაგირთულდათ და დაგჭირდათ კონცერტზე და გარეკეთ და თქვენი თავი დაგკრა. რა მაინტერესებს? რამე სტატისტიკა არსებობს ყველაზე ხშირად რას იძახები? უიხო აი. შალომა. პირველ ადგილზეა? ვერ მიგნების შეკვეთებიც არის ხო ალბათ? კი, გვაქვს რა თქმა უნდა, შეკვეთები მაგრამ კი არა, შემთხვევები.
კი, მაგრამ შესაბამისად თქვენ თბილისის როის გეცოდინებათ უკვე ქუჩები კარგი. ზეპირა თითქმის მთიანი რუკა თქვენი საყვარელი ქუჩა რომელი? მოდი ახლა ბელიაშვილი. მოდი ახლა გადავამოწმოთ რამდენად სწორად გითხრა ყველაფერი. ბელიაშვილი. თქვენი კოლეგა იყო სცენარისტი. რა ქალაქები გაქვთ თბილისის გარდა საქართველოში? გვაქვს ბათუმი, ქუთაისი, გორი. არის რამე ტოპ შემთხვევა არსებობს? აი მუშაობას რო იწყებ და აქ ერთხელ იცით ვინ დარეკა, ან რაზე დარეკა, რამე ესეთი არის? ფოთაშორის კურიერს ჰქონდა ახალი ნაყიდი ტელეფონი და მომხმარებელმა და კურიერმა გადაწყვიტეს კამერა დაეტესტათ ტელეფონის რამდენად ხარისხიან ფოტოებს იღებდა და ჩვენ გვიგზავნით ნემ ფოტოებს. და რომელი ჯობიაო? კი. და თქვენ ნახე რაღაცა და ვინ მოიგო? კურიერმა. კურიერის უკეთესი იყო გასაგები. ხანდახან არის რომ ეს მომსახურება გადაიზრდება არაპროფილურში, კიდე რაღაცებს ითხოვ. მაგალითად ფოტოაპარატის ისტორია. ხო, ან მიხვედი და ხანძარიათ, ან მომეხმარე ჩავაქროთ. ან უირა, კაი კარადა გადამატანინე. ხო. არის ხოლმე ეგეთი. აი, კარადა გადამატანინეზე მსგავსი შემთხვევა იყო, რომ მოხმარებინო კურიერს ხოვა, რომ ხან შესულ გადმატონი იყო, იქ ნაგავი გაიყოლო და კურიერმა ვარი ვერ უთხრა თქმა უნდა და ისე რატო უნდა უთხრა? და ალბათ გადააგდო და არა შემდეგ მომხმარებელი. რა თქმა უნდა, კი. ეს აქ დაიდო და თქვენსაც რო გადახრით. რაღაცა ის უნდა იყოს რა. კი, დავიხმარეთ გადმატონს, რა თქმა უნდა, ამ ბავშვის. ჩვენი კურიერი. მაგის ეს ეხა არ უნდა თქვა. მაგის იმიტომ რომ ნაგვის გადაზრდის კეისების რაოდენობა. მაგრამ რადიკალურად კაი. ბიზნესიანები შემოვიდივართ ახალი აპლიკაცია. გაიყოლე ქვია. ეხა ვართ იხო ვოლტი იყო, ახლა ვოლტი 24/7-ზე. საერთოდ ვოლტი 24/7-ზე. კი, 24/7. მორიგეები ცალკე არიან ღამე ვისაც ან მონაცვლეობით არიან დავშთავად. საფორცის გუნდი 24 საათის განმავლობაში გამუშავებს, ყველა მიცის რომ ნებისმიერ სმენას შეიძლება მოუწეს მუშაობა. თუმცა შეუძლიათ ეკმენს გაუცვალო. და ის არ არის რომ მე დავრჩები ამ დღეებში მაინც მარტო ხელა ვარ და ვერ მოცავდა. კი, ეგრეც ძლია ხოლმე ზუსტად რა რაღაცა. მაინც მარტო ხელა ვარ, კაი წადი ხო. და რაღაცა ვიღაცას უყურს ვიკენდზე. სიყვარულის დროს ვისაც შეყვარებული აყავს ის რჩება. და მეორე ძალიან კაი პირობები გაქვს და ხო არ არის ესეთ შემთხვევა რომ ვიცხოვრებ. ოჯახით მოვალ. ერთი პირა მე ვიქნები. კი ბავშვები აი აქ ითამაშებენ PlayStation-ზე და მე ვიმუშავებ. და ახლობით არის ხოლმე კი ეგეთ რაღაცებს. კარგია. ცხოველი ყავთ რამე? თანამშრომლობს დაყავთ ცხოველებით. ჩვენ ცხოველებს ყავს რა თქმა უნდა. კატები ყავს. კატები ყავს. მართალია გოგოა ის კატა და კოტე ქვია, მაგრამ ჩვენ კატა კი და თვითონ აირჩია სახელი. აი ეს ყველა ერთხმად შევთანხმდით რადგან რომ კოტე იყო მისთვის ყველაზე კარგი სახელი. აი. დედალი კატისთვის. კოტე გოგოს სახელიც არის რაღაც ქვეყანაში. რომელში? ტუნისში. აი მიდი და გადაამოწმე. მიზანებო თორე გადავამოწმები. შეიძლება ვერანდაზე შევხვდეს ჩვენი კოტე. ხო? კი, კი. ძალიან ხშირად. მეგობრული კატა არის თუ? მეგობრული კატა. ანუ ყველა თანამშრომელთან მიდის და მოსუტეთე. ელაკუცება. და ეს კატა მომხმარებელი რო დაგიკავშირდეთ მაგ შემთხვევის. კოტე პასუხო. ყველაზე დაკავებული ალბათ ახალი ანუ რა პერიოდია? ახალ წელს ალბათ არ იქნება? თუ აი ახალ წლის მერე იქნება, ყველას რომ საცივი მობეზდება. საცივი ხელში ამბურგერი და პიცა უნდა, მაგ დროს იქნება ერთი ამბავი. ყველაზე დაკავებული ძირთადად ისეთ დროს ვართ ხოლმე. აი ფეხბურთის დროს ვართ ყველაზე დაკავებული. კურიერები ფეხბურთს უყურებენ და მომხმარებლები უყვეთავენ და ამ დროს კურიერსაც დასვენება უნდა მომხმარებელს დაახლოებით ეგ არის. ერთი პერიოდი მახსოვს კიდე ყველაზე დაკავებული ვიყავით პანდემიის დროს. ხო, ნუ ლოკდაუნი ვერ გადიოდი კი. პანდემიას ვაჟვართ თქვენ გადამატანიეთ. ვერ გავდიოდი გარეთ რა უნდა მექნა. პანდემიის დროს ყავდა ერთ-ერთი საინტერესო შემთხვევა, რომ ლოკდაუნი ხო იყო პანდემიის დროს რაღაც საათის მერე გარეთ გასვლა არ შეგეძლო და კომენდანტის საათი. ხო, კომენდანტის საათი. მაგ დროს კურიერები დადიოდნენ რაღაც სპეციალური საშუალებით გადაადგილდებოდნენ მათ შელებოდა სიარული.
მომხმარებელმა შეკვეთა განათავსა და როცა მიუტანა კურიერმა მისამართზე, აღმოჩნდა რომ იმიტომ შეუკვეთა რომ კომენდანტის საათი მოვიდა, სახლში ვეღარ მიდიოდა და კურიერს თხოვა რომ სახლში დაეხვანა და შემოუჯდა უკან. არა, იმაში შეტენა უკან. მანქანიანი კურიერი იყო და მანქანაში ჩაისვა და მიიყვანა სახლამდე და ეს დავეხმარეთ მოკლედ სახლში მისვლა. ანუ მაგიტო გამოიძახა საჭმელი რომ ეს მაფია ჩაეტანა. საჭმელი მაინც დაუტოვა იმ კურიერს გზაში შეჭამა. მორ იგდნენ ერთად ვირთვეს როგორც ვიცი. თუმცა სახლამდე მივიყვანეთ ხო ამ სივრცე. რეკორდსმენის ვინ ყავთ, რომ დიდი ხანია აქ მუშაობს? შადიმანი. არის ესე და ყველაზე ბევრი შეკვეთა თუ რაოდენობრივ რეკორდი არის. შადიმან ბარაკაში. მოპედით ზუსტად რამდენი ქვეყანა არ მახსოვს, მაგრამ მოპედით შემოიარა, აი ფეხბურთის ჩემპიონატი როცა იყო, მოპედით ჩააკითხა ჩვენს ფეხბურთის ნაკრებს. ვიცი ეგ. კი, და მე მგონი ჩვენც გქონდა ვეცდებით რომ გაგაცნოთ. კურიერად ჩვენგანა ჯანელას აქვს შანსი რომ დაიწყოს? კი, რა თქმა უნდა. რა იცი რომ არ მაქვს დაწყებული. რასაბუთებია საჭირო? კურიერები არიან სისხლის საერთო. ცალკე პარტნიორები, ან რაღაც როგორც ვახსენეთ, რამდენიმე მიმართულებით ყავს პარტნიორი რესტორანი მაგალითად და პარტნიორი კურიერი. ცალკე ინდმე წარმოია კურიერი, რომელიც Wolt-თან თანამშრომლობს, ან პარტნიორობს და შტატში ეგენი არ არის. ანუ სეკრეტსანტას ეგენი არ თამაშობენ. აი თანამშრომლები ოფისი, სადაც ახლა ვართ, აქედან მუშაობენ და ისინი არიან პარტნიორები, თვითონ წყვეტენ, როდის იმუშაობენ, რამდენ შეკვეთას იმას თუ ჩართავს მუშაობს თუ არა და ხო. ანუ ესენი არიან ფაქტიურად იურიდიული პირები, ვისთანაც Wolt-ს აქვს ხელშეკრულება დადებული და რაღაც სერვისში, რაღაც თანხას ურიცხავს. კი. ზუსტად ეგრეა. მათთვის შეიძლება არ იყოს რაღაც კონკრეტული შეკვეთა სასურველი და არ შეასრულონ ამ პირიქით, რაც მაცნებაზეა, როდის იმუშავებენ, რაც მოეყრიანი, მოკლემას გააკეთე. ო, ანეკდოტი რო არის. ხო, მაგრამ ალბათ რაღაცა შეზღუდულია, რომ კურიერს არ აქვს უფლება, მე რამეს გამოვიძახებ, ნახევარი ჩემი ჩაყვა. რაზე ხელას? იქნო კურიერმა რაღაც არ მიყვა. რასაც მივხვდი, არის სამი ძირითადი კომპონენტი რა, ეს head office-ი. აქ რაც ხდება და სადაც ეს კონტროლდება, კურიერები და ობიექტი, საიდანაც ვიძახებთ საჭმელს. ობიექტები. კი, ეგრე არის ზუსტად. რეალურად ერთიანი ეკოსისტემა არის, სადაც ერთიანად არიან ჩართულები ჩვენი პარტნიორი ვენიუები, ანუ რესტორნები და მაღაზიები, კურიერები, ან ჩვენი პარტნიორი კურიერები და მომხმარებლები და ამ ყველა მიმართულებას აერთიანებს უკვე ეს ჩვენი head office-ი, სადაც ჩვენი თანამშრომლები შედან და ერთმანეთთან აკავშირებენ სამივე მიმართულებას. head office-ში მოვედით. მომხმარებლები აგერ ვართ. შენ ხარ ჩემი ბატონი. შემდეგი ეტაპია რომ უნდა წავიდეთ კურიერებთან წავიდეთ თუ რესტორანში. ვის ვეკითხები ხარ? მოვიფიქროთ, შემდეგ გადაცემამდე მოვიფიქროთ და წავიდეთ. მადლობა მასპინძლობისთვის. ნახე სტუმრად ვართ. მადლობა სტუმრობისთვის. გაგვიხარდა თქვენ. ჩვენ ახლა დავივლით ყველაფერს. მეჭვი მაქროთ პირველი რესტორნისკენ წაგვიღებს. ბიჭო, არა, ეხა ისეთი დროა რომ აქვე რო გამოვიძახ. მოგესალმებით კალიგრაფთა ასოციაციიდან. აქ ჩვენ ვართ სოკარის ეგიდით, სოკარის ახალი წამოწყება, ხო იცი? მითხარი? სოკარ შენი მეგობარი განათლების გზაზე. ამ პროექტით სოკარი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, რომ დასაქმნეს სოკარში და სწავლის გადასახადი გადაიხადონ. ჩვენ კი მოვედით კალიგრაფთა ასოციაციაში, სანამ კამერები ჩაითებოდა, ცოტა დააგვიანა ტექნიკურმა ჯგუფმა, დათო კარგად გაერთო, რაღაცები დაწერა. რაღაცები გააფერა და არა, დაწერა. დაწერა და მე გაფერადება რომ მოითხოვა საჭმელი მოუტანეს და გაფერადება დაავიწყდა. ხო.
ესე მოვედით აქამდე. ახლა კი მივესალმოთ ჩვენს მასპინძელს. მოგესალმებით. ბატონი დავით მაისურაძე არის ჩვენი მასპინძელი. კალიგრაფი, კაი კაცი. აი კაცი კალიგრაფი. აი ეს ხა მაგალითად მაგის დაწერილია და ცუდად რაც არის დაწერილი, ჩემი დაწერილია. ჩემი გვარის პირველი წარმომადგენელი, ვინც ფიქსირდება ისტორიულად, იყო გადამწერი. გადამწერი კალიგრაფი. ამიტომ მე სცენარისტი რო ვარ, არ ვერიდები სხვისი ხუმრობების გადაწერას და ჩემად გასაღებას, იმიტომ რომ ეს გენეტიკურად ვაგიატი და რაღაცა მე გაჩნდა სიტყვები. მანამდე ჯანელიძეები ამას ვაკეთებ. ხო, იმას გენეტიკურად აქვს და მე თვითონ დავიწყე გადაწერა და ოხრობა. რა ხდება? სადა ვარ? ის გაუგდება. ჩვენ ვართ კალიგრაფთა ასოციაციაში. აქ ვართ შეკრებილი დაახლოებით 20-მდე კალიგრაფი, ქართველი კალიგრაფები და ვცდილობთ რომ ეს ხელოვნება ვაქციოთ პოპულარული საქართველოში და არა მხოლოდ ხელოვნება, არამედ კალიგრაფია როგორც საჭირო ხელოვნება ესე წარმოაჩინოთ. აჰა, პრაქტიკული დატვირთვით. არ გამოვრიცხავ რომ რამდენიმე წლის შემდეგ თქვენ იყოთ ბოლო 20 ადამიანი, ვისაც ხელი წერა შეუძლია. თქვენი კონკურენტები არიან პრინტერის ასოციაციის უკვე AI-ია ჩვენი კონკურენტი. პრინტერი ჩამოიტოვა. და ისა ტრადიციული ისა მტრები ექიმები. ექიმები. თუმცა ჩვენი კალიგრაფთა ასოციაციის ერთ-ერთი წევრი არის ექიმი კალიგრაფი, ჩემი და სხვათა შორის. ო, ექიმია და თან კალიგრაფია. თან ლამაზად უწერს რეცეპტებს. ალბათ. ზუჩივიან, სუსასამართლოში აქვს. ანალოგიური წერი და მეორე მხრივ კალიგრაფების ნაწერებსაც ვერ გაარჩევთ. ახლა აქ კაი გამოფენილი რაც გვაქვს ჩვენს კედლებზე, აქედან ძალიან დიდი ნაწილი ისეთია, რომ ერთ წაიკითხავთ. ხო, აი იმას ვკითხულობ. რამე მიმართულება არის ეს თუ როგორ გაამწაროთ ხალხი იმას. მე რო შემოვიდი კალიგრაფთა ასოციაცია კარა, ვიფიქრე რომ შიფროგრაფიის ასოციაცია იყო. სადაც აზრს ისე გაშიფრავ რომ ვერავინ ვერ წაიკითხო. ხო, ჩვენი მიზანი აი აღარ არის ახლა ის გადამწერები ახსენეთ და გადამწერები ძველი ეპოქის ხალხი ცდილობდნენ რომ ძველი ინტელიგენცია ცოდნა ისე გაევრცელებინა რომ ყველას მარტივად წაეკითხა, ამიტომ კალიგრაფის ფუნქცია ეგ იყო, მარტივი ასოებით უნდა ეწერა, მაგრამ დღეს ხომ ჩვენს მაგ ფუნქციას პრინტერი თავისუფლად ანაცვლებს და რაღაც. ამიტომ კალიგრაფებმა გადავწყვიტეთ რომ გვაჩვენოთ ხაზი რას ნიშნავს კალიგრაფიაში. ჩვენ ხო ამბობთ კალიგრაფია არის ლამაზად წერა, მაგრამ ეს ლამაზად წერა რას ნიშნავს? ხაზის სილამაზეს თავისთავად და შინაარს თუ ამ ჩვენს ნამუშევარში ცოტათი უკან გადაწევ, წინ მოდის ის რაც თვალისთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს, ფორმა. ამიტომ წაკითხავება ნაკლებად პრიორიტეტული არის თანამედროვე კალიგრაფია. ანუ თქვენი მიმართულება არის ასოებით ხატვა. ხო, ვერიდებით ხოლმე სიტყვა ხატვას, იმიტომ რომ მაინც ვერიდებით. არა, მაინც სამხატვრო გალერეის გვერდზე ხარ და იქიდან არა, ხატვა სხვათა შორის მეცნიერულადაც დადასტურებულია ხატვა. ძალიან კაი მელანია. ანუ მე დამილევია სხვათა შორის მელანი. მელანი მეც დამილევია. მუშაობის პროცესში აქ მელანი რომ მიდევს და აქეთ რაღაც ჩაი მაგალითად ამრევია. მაშინ მაგ პრინციპით თუ ეწევით ჩაგიფერფლებიათ კიდე. არ ვეწევი, მაგრამ შეიძლება ეგეც თეორია. და რაღაცა ის ნაწერი ყავით მაქვს დაწერილი. ყავით მართლა მაქვს დაწერილი. ყავითაც მაქვს დაწერილი, ღვინითაც. ჩაით უფრო აძველებენ ხოლმე, ფერს აძლევენ ქაღალდს. ხო, იქ გამიკეთებია. ჩაი უფრო ფონად რა. ბევრნაირი მელანი გუბკას წაუშვა და მე ვითომ ძველებული ქაღალდი. აი ის მართალია რომ მელანი შეიძლება აორთქდეს ცოტა ხანში და გაქრეს ერთ-ერთ არჩევნებზე ადრე იყო ეგეთი თქმა მოთქმა. ხო, შეიძლება რა თქმა უნდა. მელანი ძალიან ბევრნაირი არსებობს, რომელიც იჟღინთება ეგეც რო გადის მეორე მხარეს რო გადის. ხო, ლენინი რო წერდა იმ ხო გამჭვირვალე მელნით და მე რძეში უნდა ჩაგედო და წარ. არა, ძირითადად წერდა და მე სანთებელი თუ მიანათებდი გამოდიოდა. ორივენაირად წერდა. ბევრნაირი მეთოდი არის, არის ახურებ, არის ლიმონსაც უსმენ და მე ჩდება. საიდან ის? მე რატომ გონი რომ რაღაცები არ უნდა ვიცადე? არა, საიდან? რატო გადაწყვიტე? ეგ არის სწავლებოდა შენ. საიდან?
აქ ასწავლით კიდევ შემოსასვლელს შეწერა რომ გაქვთ ისა ტრეინინგ კურსი კი ვასწავლით კალიგრაფიას ბავშვებსაც და დასრულებსაც ვისაც სჭირდება კალიგრაფია აი რომ მოვიდე და მარტო ხმოვნები რო ავიღო მერტკვირიანი აი ეო რო ავიღო რამდენ ხანში გამიშკა ბაგისმიერებიდან ვინც მოდის 0-დან აწყებინე თუ რაღაცა უკვე იცის წერა უნდა იცოდეს რა თქმა უნდა მაგრამ ხო კალიგრაფიას 0-დან იწყებს კალიგრაფია წერა ერთი და იგივე ხო და რამე ის არის რომ ჯერ ესე უნდა დაწერო თუ უნდა მიუშვა და როგორც მოუვა თავში აზრად არა, სხვადასხვანაირი ჩვენ გვაქვს ბევრი კურსი აქ. ისე არ წარმოიდგინეთ რომ აქ რაღაც რომანტიკოსი ხალხი ვარ შეკრებილი, რომელიც წარსულს განვადიდებთ და არაფერი შრიფტის დიზაინი მაგალითად არის დღეს კალიგრაფების საქმე. კალიგრაფები წარსულში რასაც აკეთებდნენ, იყო პრაქტიკულად იგივე, რაც არის აკადემოსკური თქვენი მოგონილი. აკადემოსკური ჩემი არა, მაგრამ ჩემი შრიფტები ძალიან ბევრი არის. რომელი მითხარი? ხო, მითხარი. რომელი გამოვიყენო რა და თან ამის ავტორს ვიცი. მაგრამ მარტო ჩემი არის დაწერა. გეო მაისურაძე, ერთი ეგ იქნება ალბათ რა. არა, გეო მაისურაძე ეგეც შრიფტი არც ვიცი არც. მე მაქვს მაგალითად სერია გაკეთებული საზოგადო მოღვაწეთა ხელწერის მიხედვით გაკეთებული შრიფტები, რომელიც ძალიან პოპულარულია, მაგრამ მაგის გარდა კიდე ბევრი მაქვს. ილია ჭავჭავაძის მაგალითად ხელის მოწერით დაიწყეთ ილიასი და მომდიდან მიიღე. ხელის მოწერა ხო საინტერესო ხელმოწერა აქვს ხათი შეს ხელმოწერებს აყალბებთ. რაღაცა ხოვნები. ეგრევე იყო ხეირი ეგრევე. ყველაფერს თავის ფასი აქვს. კი, ბანკის ცეცხლის იმას მოიტანს და ფასზე მოვილაპარაკე. კაი ხელმოწერის ის ქონდა, კაი კალიგრაფია ჩვენი ცნობილი მწერლებიდან და ცნობილი მწერლები და ყველაზე ნაკლებად ცნობილი არის ის რომ მაგალითად ნიკოლოზ ბარათაშვილი არის თვითონ კალიგრაფი თავისი პროფესიით. ბევრმა იცის რომ ის იყო გადამთეთრებელი და ათეთრებდა რაღაც რუსულ დოკუმენტებს და ეს საქმე საშინლად არ უყარდა, მაგრამ მეორე მხრივ ის არის კალიგრაფი და თავისივე პოემა და თავისი ლექსები აქვს რამდენიმე წიგნად გადაწერილი და ძალიან ლამაზი ხელწერით. კიდევ ულამაზესი ხელწერა ქონდა ივანე ჯავახიშვილის. ივანე ჯავახიშვილის შრიფტიც გვაქვს გაკეთებული და კაი, ეხა პირიქით. ყველაზე ცუდი მე რაც მინახავს გალაქტიონს აქვს საშინელი ხელწერი. ხიზელის დაწერილებიც გინახავთ? ხიზელი გალაქტიონი. ალკოჰოლის ქვეშ დაწერილი. ოღონდ ცუდი კალიგრაფია არ მინდა რომ თქვა. არის როგორ იცი, ცვალებადი რა. ერთ სიტყვას რომ ასე წერს, მეორე სიტყვას საერთოდ სხვანაირად წერს. ერთ ლექსს რო ისე დაწეს, მეორე სხვანაირად. ანუ ესე რაზგონით ვერ წაიკითხავ. რაღაც მომენტში რომ გაჩენ ჯარ ხამსა. ეგ უფრო საინტერესო არის, იმიტომ რომ იმ წუთიერი გრძნობა რაც აქვს ან რაღაც განწყობა იმას გადმოსცემს კარგად. აკაკის აქვს კიდე ძალიან ცუდი ხელწერა. აკაკი წერეთ ეს. მაგრამ დავიწუნა კლასიკოსები. არა ხოშია რაღაცა. იმას რა ხელწერა ექნება, ხო აქ აღწერილი როგორ ასწავლი დიდი სახაზავშურთანა ხელში და რაღაცა და უზიან და შეაშინეს და ვეღარ წერს. სწრაფი ხე მე მითხრა ერთხელ სხვათა შორის ერთმა ჟურნალისტმა ერთმა ჟურნალისტმა მაგათ რაღაც სიუჟეტით გადაიღო კალიგრაფიაზე როგორი საოცარი ხელწერა აქვს დავით მაისურაძეს და ბოლოს მეუბნება რომ იცითო მეცნიერებმა დაადგინესო რომ ვისაც კარგი ხელწერა აქვსო ისო ინტელექტუალურად დაბალ დონეზე არის და ვისაც გასulis წინ გითხრათ ეგ უფრო მიწოდეთ ოპერატორი გაუშვა. რეალურად მაგაში სიმართლე ის არის რომ გონება როდესაც სწრაფად მუშაობს თუ კი ამ გონებას მიყვები და რაღაცნაირად სწრაფად წერს შენი ხელწერა ფუჭდება ცხადია ეგ მართლამართია მაგრამ კალიგრაფიას საერთოდ სხვა რამეა სხვა ხელოვნება ხო წერა სხვა არის და კალიგრაფია გამოვარა მე ხოთი პირველი ეს არის სხვათა შორის ძალიან მაგარი ხაზია ეს ძლიერი ხაზია კაი ხაზი ძლიერი ხაზი ძლიერი ხაზი კაი ხაზი ძლიერი ხაზი ტს არ უხდება უფრო ტს ეგ რომელი დამწერლობიდან არის შენ ბუღალტერიას მიხედავ აჰა მიდი აიღე მელაინ და დაწერე შენ თვითონ სხვისი კრიტიკა რო გიყვარს და დამწერლობა რო შენი გამოგონილია დათო იმ კლს რა ქვია ამ შრიფტს ქვია მსუქნური აი რასაც ახლა აკეთებ მაგას ქვია სულ დაქსელილი წერა
როგორი დაქსელილი წერა. დაქსელი, ანუ ასოებს რო ხლართავთ ერთმანეთში. და სხვა ზომის რო არის და სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ადგილებზეა განთავსებული. მაგალითად, ლ რო დაბლა იწერება ზოგადად ჩვენ შეგვიძლია ზევით ავახტუნოთ. ანუ ერთი ასო აქ რო დაწეროს და ერთი ყვაჟი. კაცი დავწერე. კაცი, ოჩახ. მაგრამ შემიძლია ედაც გადავაკეთო. აი ეს მზეთ გადაკეთებას თქვენი მოგონება. ვიღაცა მოვიდა და შეგიკვეთა. ეს რად გადავაკეთო და 5 დღეში მოვიდა და მზე. პირველად რომელ საუკუნეში გვხვდება მზეთ გადაკეთებული. მზეთ გადაკეთებული წარწერები. იქო ნახე ბოლოს ფილმში შევიჭრა. როლებში. რო არის ხორე? აქვს. მაგარია. აი სქელი და წვრილი ხაზი რომ ჩანს, ეგ ნიშნავს რომ კალამს კარგად ფლობ. ეგ ნიშნავს რომ გზა გაქვს, გზა. კალიგრაფიაზე მკითხაობა არის. მკითხაობა არა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ქონიათ დიაგნოზებს დიაგნოზებს სვავენ კი. და არა ესეც მე დავწერე. იაპონიაში აქ გავივარჯი შეუბრალოდ. და კიდე ისინი გამომძიებლები იმას რა გვირდებიან ხოლმე. აკვირდებიან და ადგენენ იდენტობას. ამიტომ ხალხმა არაფერი არ წეროთ. მაგრამ ეგ ძალიან ის პირველ ბოლომდე მაინც ვერ ადგენენ. ეს ასოციაციები სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან მეგობრობთ? კი, როგორ არა, ჩვენ აი და აქ ამ გალერეაშიც გვაქვს ბევრი ჩვენი მეგობრის ნამუშევარი. სპარსული ნამუშევრები გვაქვს, არაბული, სომხური, უკრაინული, მაგრამ გამოფენები გვაქვს ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში, ერთობლივიც მაგალითად. და ყველა კალიგრაფები ჩადიან და არის კი, აი ბოლოს მე ვიყავი მაგალითად კორეაში, საერთაშორისო ბიენალე იყო კალიგრაფიის და იქ იყო კალიგრაფიის ოსკარი არსებობს. ჩრდილოეთ კორეაში. არა, ღმერთმა დაგვიფარს. ეგ იყო ისედაც რაღაცნაირად წერენ და კიდე რაღაცებს უკიდავ. საერთაშორისო კორეელებს აქვს ისედაც რა არის? კორეელებს აქვს უნიკალური დამწერლობა. ვიზუალით ხო გავს ჩინურს, მაგრამ ანბანია, ანუ ის იეროგლიფები არ არის. და რამდენია სულ? ფონეტიკურია, სადღაც 20-მდე. 4 ჩვენზე ბევრად ნაკლები. ფონეტიკურია. ფონეტიკური დამწერლობა. ჩვენ თქვენთვის გვაქვს საჩუქარი. ოჰო. აი ესეთი ყუთი, აბა როგორი შრიფტით წერია რომ შეგვიფასო? ვეიმარტისგან. დიდება. უმრესი მადლობა. ეს საჩუქარი არის ოკარისგან და ვეიმარტისგან. ფერი ყუთი სპეციალურად არის თეთრი შეჭრილი, დაჯდეთ და წეროთ ზეთ რაც გინდათ. ძალიან დიდი მადლობა. ზოგარს ამ შეცდას და არქმევით, მე რაც მოვიგონე. შევქმენი უფრო სწორად. კაცური. აო ბიჭო, კაცური რა მაგარი შრიფტია. რატომ იგაკ შენკენ ადამიანს ვაჩუქეთ? მაგერი ჩამოვდგამ. არ შეწუხდეს ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიმასპინძლეთ. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა დათოს, მაყურებელს კი შევახსენოთ, რომ ის სტუდენტები, ვინც დასაქმდებიან სოკარში ჩამსხმელ ოპერატორებად, მიიღებენ სწავლის სრულ დაფინანსებას და ამით ეს რუბრიკა თავასროლა. და რეგისტრაციის ბმული სად იქნება? ჩვენ ვიდეოს ქვეშ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია, ერთი კვირით გემშვიდობებით, ნახვამდის.